ნიკა გამარჯობა. გამარჯობა, ნიკოლოზ ალავიძე, ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი გახლავთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ნიკა შენი დროისთვის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რომლის კი ფუნდამენტური განათლება კი მაქვს მიღებული, დამთავრებული მაქვს, მაგრამ რეალურად ერთი წუთი არ მიმუშავია, თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რომ ეკონომიკა არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი ძალიან ძირითადი შემადგენელი და უნდა ვისაუბროთ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, რა გავლენა აქვს ეკონომიკას ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და სანამ აი ამ ყველაფერში შევვალთ შიგნით, დავიწყოთ ცხელი ამბით, ანუ დავოსში მიმდინარე სამიტი, იგაკეთებული განცხადებები და საქართველო, ანუ ეს ყველაფერი როგორ აისახება და შემდეგ ამას ჩავშლით უკვე უფრო დეტალურ საკითხებში. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, პირიქით. დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ ჩვენთვის და ჯერ საქართველოსთვისაც. მოგესალმები და მივესალმები შენი პოდკასტის გულშემატკივრებს და მაყურებლებს და უსურვებ კიდევ უფრო გაზდას ამ პოდკასტის მსმენელებს და მაყურებლებს. და ვეცდები ძალიან არ გადავღალოთ თქვენი მაყურებელი და მოდი რომ ეს ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უმნიშვნელოვანესი მეცნიერებაა. და არართული ქვეწყობილი ეკონომიკური ტერმინებით ვისაუბროთ, თუმცა ეს ძალიან ისეთი ჭყალებში კარგი გაგებით, ხალხური ასე თქვათ, პათოსით გავშალოთ ეს ყველაფერი და პირველ რიგში სანამ დავიწყოთ, ეს არის იგივე უსაფრთხოების საკითხზე, როცა ის საუბარი და თქვენ პოდკასტში ძალიან ბევრია და ძალიან მიზანმართავად კარგად არის ხოლმე. მნიშვნელოვანია გაუსვათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება ნებისმიერ ეპოქაში კაცობრიობის ორგანიზებული ისტორიის, როცა გამოვედით რაღაც გამოქვაბულებიდან და რაღაც მიწათმოქმედება დაიწყო და პირველი რევოლუცია, რაც კაცობრიობის განვითარების ისტორიაში მოხდა, სოფლის მეურნეობრივი მიწის დამუშავებით დაიწყეთ რაღაც 14000 თუ რაღაცა ბევრი წლის წინ იუვალ ჰარარის მიხედვით, ცნობილი მკვლევარის და ისტორიკოსის მიხედვით, მას მერე ის უსაფრთხოების მთავარი ფორმირების ბურჯი სუვერენიტეტის გამსაზღვრელი არ არის ძლიერი ჯარი, ან რაღაც მეტი იარაღი, ან უფრო რაღაცა დიდი მებრძოლები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით დავითის და გოლიათის ამბავი, რომელიც ძალიან ათელი მაგალითია იმისი, რომ უფრო სხარტი და გონივრული გეგმარებაა მთავარი, რაც არის ზუსტად ეკონომიკა. ეკონომიკა, ჯანსაღი ეკონომიკა არის გარანტორი ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი ჯარის ფორმირების, მისი კონკურენტუნარიანობის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის უმთავრესი ბურჯი ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების. ეს ზოგადი ომს იგებს ის ვიჯიბეში რჩება ბოლო ტალანი და რომ გავაანალიზოთ სუნძი, რომელიც ომის ხელოვნება სასწაულ დონეზე აიყვანა და 3000 წელია ეს ტრაქტატი შეუცვლელია, რომ ავიღოთ ფონ კლოზევიცის ნამუშევრები ომის შესახებ ან პრუსიის და ნაპოლეონის ჯარის დაპირისპირების ნაწილი, ყველგან საფუძველი ამ სამ უშველებელ ამ ორი ავტორის და კიდევ სხვების, მაგრამ ხაზგასმულად ამ ორი ავტორის ომის შესახებ დაწერილი ნამუშევრებში ყველგან გვხვდება მთავარი. აი ამ ბრძოლების და ომების, ანუ მიკრობრძოლებისა და ომების მოგების ტაქტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების ნაწილში ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა ლოჯისტიკაზე, როგორც სუნძი ამბობს, ლოჯისტიკას ზურგი. ეს რა არის? ეს არის ეკონომიკა ზუსტად, ეს არის გადანაწილება ეკონომიკური დოქტრინის საფუძვლების ამ მეცნიერების დონეზე გადანაწილება იმ რესურსების, რომ ომები არის ხანგრძლივი, ომი შეიძლება გაგრძელდეს, ბრძოლები შეიძლება იყოს ხანმოკლე, მაგრამ ომების ნაწილში შეიძლება ხანგრძლივი იყოს და ამას უზრუნველყოფს შენი ძლიერი ზურგი. ეს ყველაფერი, თუნდაც იგივე მხატვრულ ლიტერატურაშიც რემარკი რომ გავიხსენოთ კარგად და დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელია, იქაც აი ამ ძალიან ღრმა, მაგრამ ტრაგიკულ სიუჟეტში, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, მისი პირადი საომარი გამოცდილებიდანაც ბევრი პასაჟია, ხედავთ დემორალიზაციას და აი ამ დაბალ ეფექტურობას, აი ამ ჩასაფრებული ამ ორი დაპირისპირებული მხარის ზურგი, მომარაგება, საკვები, როგორ არის აღწერილი იქ მხატვრულადაც, რომ რაღაც ცხელი საკვებს რო ნახავენ და ამ დროს მე-5000 ფონზე გადასული პირადი უსაფრთხოება, გარდაცვალება სიტყვა, მტყვით, მოკვლა ასე შემდეგ. არამედ არის უფრო ყოფითი პირობები, რომელიც ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ზურგი როდის იქნება, როდის მოამარაგებს მათ. ამიტომ ეს
რომ ავიღოთ ცოტა ესეთი კომპლექსურად რომ ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკის საფუძვლები და ეკონომიკური პოლიტიკის განსხვავება თუ როგორ უზრუნველყოფ გრძელ ვადაში შენ აი ამ სტაბილურობას, შენი შენარჩუნებას, შენი ყალებში ძლიერი მეომრების. ანუ უნდა გითხო, რაზე დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა? ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან ესეთი კომპლექსური პასუხი აქვს ამაზე. პირველ რიგში ეს ეკონომიკა დგას ინერციაზე, სამწუხაროდ და სიღრმეში რომ ჩავიდე და არც თუ ისე შორეულ წარსულში, რომ ავიღოთ საბჭოთა კავშირის დასლის შემდგომი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოში 90-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე ჩვენ გვახსოვს სრული სტაგნაცია ჩვენი ეკონომიკის, შემორჩენილი საბჭოთა პერიოდის დროს დაგროვილი ფიზიკური მატერიალური დოვლათის, რამდენად ეფექტური იყო ეს არის, მაგრამ ეს ჩვენ ავიღეთ როგორც ფიზიკურ დოვლათად და რაღაცა წლები, ათეულობი წელი გავატარეთ იმაში, რომ ჯერ ფიზიკური ფაბრიკა ქარხნებში დარჩენილი რაღაც დანადგარები გავიდა ექსპორტზე და ამითი რაღაცა იტრიალა და ერთეულებმა იხეერეს ამაში სისტემური და ინსტიტუციური ნაწილი არაფერი არ არსებობდა და მთლიანად ჰიპერინფლაციაში ჩავეფელით, ცდილობები ქონდა, იმიტომ რომ პარალელურად რა ხდებოდა, ხო? არ არსებობდა ინსტიტუტები, არ არსებობდა სასამართლო, არ არსებობდა რაღაცა განათლების სისტემა, რომ რაღაცა ახალი თაობის ამ დამოუკიდებელი სამყაროსთვის შესაბამისი ეკონომიკური დოქტრინაზე დაფუძნებული სტრატეგია გაწერილიყო და შესაბამისად გადაგვაგორებინა რაღაცა ნაწილი იმან, რომ პოლიტიკური ვექტორი უცბად შეტრიალდა ისევ საჭიროებიდან გამომდინარე აზერბაიჯანის და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელების ლიდერების დახმარებით, როცა ეს მოხდა ჩვენი გადამრჩენელი მილსადენის ენერგო დამოუკიდებლობის პირველი შეგრძნება, ამიტომ ჩვენ გავხდით ამითი მოგვეცა საშუალება გავხდარიყავით ენერგო დამოუკიდებლები, ამიტომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გახდა ეს მილსადენი, რომელმაც უცბად რაღაცა გაზი გაატარა ნავთობი გაატარა, იგივე იყო საქართველოს რუკაზე გაჩენა 20-იან წლებში, მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში უკავშირდება, გვინდა თუ არ გვინდა და ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ნობელების გამოჩენას რეგიონში, რომელიც რუსეთის იმპერიაში საქმე ანავდნენ, ძმების და მათ მიერ აღმოჩენილი ნავთობი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს გავლით ხვდებოდა შავი ზღვიდან ევროპაში, ხოლო საქართველოში ჩამოდიოდა ჯერ თავიდან მუხის კასრებით, შემდეგ ხდებოდა ბათუმის პორტიდან გადატანა და შემდეგ იყო ეს ასევე პირველი დიდი გარღვევა იყო, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი ასევე ნიკო ნიკოლაძესიც მიუძღვის ფოთის პორტის აშენებიდან, განვითარებიდან და მილსადენის გაყვანა. ანუ ეს ამ ორმა ლიდერმა მაშინ აი ამ ბნელ პერიოდში უკვე თარგი ჰქონდათ ამისი და მეტი გააკეთა. რასაც მოყვა კიდევაც უსაფრთხოების ძალიან დიდი პროგრამა. ზუსტად ამას მოყვა ყველაფერი, ანუ ეკონომიკური უსაფრთხოების, ამ შემთხვევაში ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველის გაჩენამ გააჩინა უკვე ქვეყნის სუვერენიტეტის და უკვე მთლიანი უსაფრთხოების კონცეფციის შექმნა. ანუ იქიდან არ დაიწყო ძლიერი ჯარი მყავს და ძლიერი ჯარი მინდა მყავდეს და ყველაზე რაღაც სპარტელები მყავს ყველა და აი სპარტელებმა მე რაღაც გაანაწეს დაიქირავს რაღაც ეკონომისტი რომ შენ მიდი რაღაცა ეს პულის გამოცხობა უფრო ეფექტური გამიხედა რომ გემრიელად სწრაფად შევჭამო მკაცრავათებს ფიგურალური შედარებით. ანუ პირიქით ხდება, ანუ ეკონომიკური მოდელი, ეკონომიკური დოქტრინა ქნის, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ მღირებულებებს და კონკრეტულ ფილოსოფიას. აქ არ არის აუცილებელი რომ შენ გქონდეს ძალიან დიდი რესურსები. ანუ აქ არის თავარი გქონდეს შენ ხედვა, თუ ჩვენ ავიღებთ აი ამ 90-იანი წლების საბჭოთა კავშირის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ავიღებთ მაგალითად ესტონეთს. ხო ჩვენზე პატარაა 2 მილიონამდე მოსახლეობა იყო მანდ, ჩვენზე ბევრად ღატაკია, ჩვენზე ბევრად უფრო იყო კი, შეზღუდული ბუნებრივი რესურსი ჰქონდა, გეოგრაფიას და ასე შემდეგ, მაგრამ მათ დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს რომ პირველი რაც უნდა გაეკეთებიათ, უნდა შეექმნათ ძლიერი ეკონომიკური დოქტრინული მიდგომა. რაზე დგას ეს? ეს დგას განათლებაზე, ეს დგას ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე და პირველი რაც ჩამოყალიბეს ძლიერი სასამართლო ინსტიტუტები, ჩამოყალიბეს ძლიერი დაზღვევა სახელმწიფო ძალაუფლების მიტაცების წინააღმდეგ, კონკურენტული გარემო შექმნეს და მაშინვე დაიწყეს მეცნიერებაზე დაფუძნებული
განვითარება. ანუ მაღალეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა გადაწყვიტეს და რაც შემდეგ უკვე ამ ციფრული სამყაროს ამოწევა ეს ის პერიოდია უკვე რომ ნელ-ნელა იწყება ციფრული სამყარო, ინტერნეტი ახალი გამოშვებულია წარმოებაში, ბჭყალებში, გლობალურ ნაწილში და აი ამ ალღოთაღებით დღემდე ესტონეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი სუვერენული ქვეყანა, რომელიც ეკონომიკაც ძალიან ძლიერია და შესაბამისად ის თავისი მასშტაბიდან გამომდინარე არის ანგარიშგასაწევი ძალა გლობალურად. მის მეზობლებს არ უნდებათ მასე თავდასხმა პირობითად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ესტონეთს მილიტარისტური გაგებით ფიზიკური უსაფრთხოების ზომები არ აქვს, მას შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება უკვე მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სიძლიერე გამომდინარე, რომ სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაღალ ეფექტური სამხედრო შესაძლებლობები ქონდეს და ერთ-ერთი ლიდერია ამ ნაწილშიც. რაც გააკეთა კიდევაც 2022-ში უკრაინას მისცა თავისი შეიარაღების 90%. და მაგრამ თუ დავაკვირდებით ეს მისთვის რა თქმა უნდა ძალიან ესეთი თავდაბლური და კეთილმეზობლური, კეთილმეგობრული მხარდაჭერა იყო, მაგრამ ამ კეთილმეზობლური მხარდაჭერის უკან ასევე იყო მისი აუცილებელი გადაიარაღების თვის სივრცის გამოთავისუფლებაც. ანუ ორმაგი მოგება მიიღო ეს თუ ან მისი დაგეგმილი პოლიტიკიდან გამომდინარე რომელიც მიყვებოდა, ამით ეს უკვე მისთვის მოძველებული, თუმცა თანამედროვე შეიარაღება გადასცა, სწრაფად აეწყო თანამედროვე ომის წარმოების პრინციპებზე და გამოწვევებზე და ახლა ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც ვთქვათ, software-ის დამუშავების ნაწილში, რომელიც აი ამ FPV დრონების ან საჰაერო ბრძოლების და თავდაცვის მიმართულებით არის, ასევე გაუმჯობესებული კომუნიკაციის არხების შექმნისთვის, საბრძოლო ვითარებაში თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და ეს ამაზე კლაუზევიცი წერს ჯერ კიდევ იმ დროს რის გამოც მე მან კარგად თავის ნაშრომში აღწერა თუ როგორ დამარცხდა რაღაც მოვარდნილი კორსიკელის წინააღმდეგ უძლეველი რუსიის ჯარი, რომელიც კომუნიკაცია იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ მისი, მათ ეს გააუმჯობესეს ყველაფერი და რასაც თავარია, რასაც ეს დოქტრინულად და ასე ვთქვათ, ეკონომიკური საფუძველის ქვეშ ეს ქვეყანა ითვლება ერთ-ერთ საინტერესო ქვეყანად ნებისმიერი ინვესტორისთვის, ეს ითვლება ეს კარგი გაგებით თავების კონცენტრაციის ადგილად, სადაც smart გადაწყვეტილებები და ჩვენს ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ თუ ეკონომიკური რეფორმების ნაწილზე რომელიმე ქვეყანა საუბრობს, ესტონური მოდელი და ჩვენს რამდენიმე წელია გვესმის ეს, რომ რაღაც საგადასახადო კუთხით ესტონურ მოდელს ნერგავთ და აი დაინერგება და ხშირად მრავალ ბრუნვაში ატრიალებენ, ხო? ანუ ისეთ რეპუტაციული გახდა ეს პატარა ნაწილი, რომ მნიშვნელოვანია. ძალიან რო არ გავყვე ხა სხვა თემას და დაუბრუნდა ჩვენ იმას, პირველ რიგში კიდევ ერთხელ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი ეკონომიკური დოქტრინის პოლიტიკის ძლიერი ეკონომიკური მიდგომის გააზრების ქონა ამ საუბარმა ზოგადად. თუ ეკონომიკურ სკოლებშიც ბევრი ის არის, ხა ძალიან პოპულარულია არგენტინის პრეზიდენტის მილეის ხედვები, ამ ლიბერტარიანული მიდგომები, თორსა ბაზრის სრულ თავისუფლებაზე აქვს საუბარი და შემდეგ და რეალურად დადო, ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ ქვაკუთხედები მაინც არის ისე ეკონომიკის მამების, ადამ სმიტის და ასე შემდეგ, მაინც უფრო ლიბერალური სკოლის მიმართულების, როცა სახელმწიფოს ჩარევა თვითონ ეკონომიკას აღსრულებაში არის მინიმალური, რაც დროთა განმავლობაში აქსიომატურად არის დამტკიცებული. თუმცა აი ამ ნაწილის გამოწვევა ზუსტად ის დავოსის ფორუმის მოვლენაც, რომელიც დგას ზუსტად ამ თანამედროვე თავისუფალი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების ლიბერტარიანული მიდგომებიდან დამოკიდებული. იმიტომ ეკონომიკა ცალკე აღებული არის ერთობლიობა ეფექტური მუშაობის, ადამიანების, გუნდების, ამ შემთხვევაში ერების, ქვეყნების და შემდეგ ამათი თანამშრომლობების, რაღაც კონკურენტულ ბაზისებს. აუცილებლად დაუბრუნდებით დავოს, თუმცა მანამდე მინდა გკითხო ასეთი რომ რახან ახსენე 99 წლის აი ეს ცნობილი გადაწყვეტილება სტამბოლის ეუთოს სამიტზე ამ ენერგომატარებლების, ასაც უსაფრთხოების უზარმაზარი რაღაცეები მოყვა, ხო? ანუ ზომები მათ შორის მოყვა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის გადაწყვეტილება, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც შემოვიდა დასავლური ძალა, რუსული გავიდა, იქმნებოდა რაღაცა ძალიან დიდი. საბოლოო ჯამში იქიდან დღემდე რა მემკვიდრეობა გვაქვს?
აი რაზე დგას ქართული ეკონომიკა რეალურად ხა დღეს? ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენ რატომღაც სიღრმეში და ჩვენი თანამედროვე მკვლევარი ეკონომისტებიც აი ამ პერიოდის შეფასებისთვის, დროს ვერ ნახულობენ ალბათ, მაგრამ ან უფრო სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემებით ხდება მათი, ასე ვთქვათ, ყურადღების გადატანა, რომ სიღრმისეული ანალიზი გაკეთდეს და კარგი იქნებოდა, რომ ამაზე გაკეთებულიყო, მაგრამ ჩვენ თუ დავაკვირდებით, აი ზუსტად 99 წლის შეთანხმებით ამ რუსული ჯარების გაყვანა იყო იმ კონკრეტულ მომენტში დიდი ზეწოლა კონკრეტული ეკონომიკური, პოლიტიკური, ეკონომიკის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ ეს აი ამ ნავთობსადენის მუშაობის შეუფერხებლობისთვის იყო აუცილებელი და იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩtildeოვანიც, პირადიც და მოხდა რაღაც ქართული აქტორებზეც გადმონაწილება და ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ მათი აქედან გაძევება, რაც რომ არა ეს ნავთობსადენი და ეს აუცილებლობა ჩვენ ამას ვერ ვიზავდით და როცა მოძლიერდებოდა რუსეთი რამდენიმე წელიწადში ვიცით რომ მოძლიერდა უკვე ამ პერიოდის შემდეგ მაშინ ის გაიყვანა ეს ნავთობსადენს და იგივე როგორც ვიცოდი Nord Stream 1 2 3 ესეც იქნებოდა რაღაცა სამხრეთის არხი მათი გაგებით რა ანუ ეს აუცილებლობაა ვიღაცას ყოველთვის ჭირდება ენერგია ამიტომ ამ ნაწილში და შესაბამისად აი ამ 2000-იანი წლების 2004-მდე და დიდი ამ ცნობილი შესulis შემდეგ ამ მთავრობის ჩვენ ვნახეთ რომ მანამდე აი ამ საფუძველი მილსადენმა ამ ყველაფერმა ერთად გააჩინა აი და საზოგადოებაც მეტნაკლებად მომწიფდა უკვე და დაინახა რომ არაფერი არ გამოდის ამითი კი ძალიან ძიმე 90-იანი წლების შუაში და იქით ეს იარაღიანი ბანდების და ამის თარეში რაღაცნაირად აღიკვეცა ისევ და ისევ მილსადენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იმიტომ მასე გარედა დახმარება იყო ძალიან რომელიც არაფიშირდებოდა მაგრამ რეალურად რეალობა ეს იყო და შემდეგ მოგვეცა საშუალება რომ უცბად ლიბერალური მიდგომით ბაზრის გახსნით აი ამ რაღაცა ახალგაზრდა გუნდით დაიწყო რაღაცა რეფორმების ახალი ტალღა რომელიც მოკლევადაში ძალიან მაქსიმალურად სწრაფად გამვითარდა ამას დაემთხვა კიდე სხვა სოციალური მომენტებიც იყო თაობათა ცვლის ნაწილი უფრო მიღებლობა რაღაცა ნაწილში განათლება მოესწრო მიღებული ადამიანები ვინც ქვეყნიდან გავიდნენ იმიტომ ამ ქვეყანაში განათლების სისტემა უბედურება იყო სადაც ისევ იქ დაუბრუნდით უკვე ერთ დღეში აი ამ ერთობლიობით მოხდა პირველივე რადიკალურად ინსტიტუტების აშენება. ჩვენ ვნახეთ რომ რამდენად სწრაფად განვითარდა მაშინ მილიციიდან პატრულის რეფორმა, როგორ გაიზარდა სამოქალაქო ნდობის ხარჯზე ეს უსაფრთხოების შეგრძნება, ინსტიტუციური იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ რომ რაღაც უცბად გაიხსნა ახალი არხები ინსტიტუციური შენების და რეფორმების ძალიან დაჩქარებული ტალღა წავიდა, რასაც აუცილებლად ეს მიმდინარეობდა დასავლური კაპიტალის ინტელექტუალური პოლიტიკური და რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობით. ისევ და ისევ, იმიტომ რომ ენერგო მატარებლებზე მოთხოვნა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადადიოდა და აი ეს მონაკვეთი კიდევ და კიდევ უფრო ინტერესი წვევდა გარე სამყაროსთვის და ამ რესურსების დროის და ადამიანების და მოტივაციების თანხვედრა განსაკუთრებით პირველი 5 წელი ძალიან კარგად წავიდა. ვიდრე დაიწყებოდა შემდეგ ისე რაღაც ინსტიტუციური რღვევა, რაღაც მორგება უკვე სასამართლო სისტემის, ანუ და ამ ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება უკვე ინდივიდებს. ანუ ძალიან ცნობილი ფრაზაა ესეთი, თუ ქვეყანაში სუსტდება ინსტიტუტები, ძლიერდებიან სუბიექტები, ადამიანები და შესაბამისად ქვეყანაც სუსტდება. ხო, თუ ქვეყანაში ძლიერდება ინსტიტუციონალიზაცია, ინსტიტუტები, მაშინ ეს ქვეყანა ამის ქვეყნის სუვერენიტეტი ძლიერდება და მისი ეკონომიკა იზრდება, გაიზრდება რა დაახლოებით ესეთი ჩემი ინტერპრეტაციით რო გადმოვცეთ და ლოგიკურიც არის ხო თუ ინსტიტუტები დასუსტებულია ეს ემსახურება რამოდენიმე გაძლიერებული ვიღაცა დავითის ნეგატიური გაგებით კონტექსტით ძლიერი ტიპების გაძლიერებას რომელიც კორუფციას უკეთებს აი ამ ინსტიტუტებს და მის თავზე ირიგებს და ქვეყნის ინტერესები უკვე აღარ არის სასუვერენიტეტი რაღაც აღგრძელო რასაც დღესაც ვაკვირდებით ამ პირიქით აქედან გამომდინარე რაზე დგას ამ იმაზე ზუსტად რომ აქტიურად რომ დაიწყო კაპიტალის შემოდინება
აი ამ ინვესტიცია მიმდინარეობდა და 2017 წელს დასრულდა, თუ ვწდები ამ ნავთობსადენის ნაწილში, რომ ეს გავიდა. შესაბამისად, რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მოცემულობებიც, პოზიციონირებით, იმიტომ რომ ჩვენ გავხდით ლიდერი რეფორმების კუთხით, მართლა აი რაღაც ენით აუწერელი რაოდენობა რეფორმების განხორციელდა და დაინერგა ექსპერიმენტულად ასე შემდეგ, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ ასევე განვითარებული ქვეყნები, რომლეთვისაც პოლიტიკურადაც მომგებიანი იყო ამისი, ასე ვთქვათ, აფიშირება და საქართველოს იყო მოწინავე ყველაფერში, ხო? საქმის კეთებით, გამარტივებული ბიუროკრატიით, სერვისების მიღებით, საჯარო რეესტრის რეფორმა რო გატარდა, პირველი ეს მაშინ ბრიტანეთის ლორდთა პალატაში, ხოცა პარლამენტარზე აღნიშნავდა ამას, იმიტომ იქ მოიწვეს. ეს იყო გონივრული პოლიტიკის კარგი დახმარების და შესაბამისად ეს რეფორმების კომპლექსისგან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ შემდგომი მეორე ბოლო ეტაპი რო ავიღოთ 12 წლიდან დღემდე პერიოდში, თითქოს ისევ და ისევ ეგ წინა სისტემა, სადაც ბზარები გაუჩნდა, დაიწყო თუ დაშლა სასამართლო და ანუ აი ეს ქართულად rule of law, ანუ აი სამართლიანობის პრინციპი რომ დაირღვა და დარღვევა დაიწყო, შენელდა ინვესტორების მხრიდან უკვე ინტერესი, მათი მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოვიდა ძალიან კონკრეტული გაფრთხილებები და შესაბამისად მეტნაკლებად დემოკრატიული ინსტიტუციონალიზაცია, ეკონომიკური პარამეტრებით საშუალო ფენის გავლენა გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე უკვე რაღაცა არსაიდან რომ გაჩნდა ამ ხალხის უკან დაბრუნება აღარ უნდოდა, მოკლევა დაიყო ამიტომ და შესაბამისად ამ ერთობლივი წნეხით მოხდა მთავრობის გადაცემა, ხო ძალაუფლების გადაცემა კოალიციურ ახალ მთავრობაზე, რომელმაც უკვე დაიწყო ღვევა კოალიცია მალევე აორთქლდა, მაგრამ პარალელურად დაჩქარდა ის ნეგატიური პროცესები, რამაც გამოიწვია ცვლილება ამ ხელისუფლების, ხო? პირველ რიგში დაჩქარდა კანონის ძალის დაკნინება, რამაც ნელა ინერციით მიგვიყვანა 14-17 წლებამდე, როცა მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, მოხდა რაღაც უვიზო რეჟიმის მიღება, მაგრამ ქაღალდზე აღებული და სტატისტიკურად ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს, ხო, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმება, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ეკონომიკის ბერკეტია, ერთ-ერთი ეკონომიკური სუვერენიტეტის გამსაზღვრელი ნაწილია, იმიტომ რომ შენ ამ პატარა ეკონომიკურ სუბიექტს, 3.5 მილიონიან მოსახლეობას ძალიან დაბალი ეფექტიანობით და ეფექტურობით და ისევ კიდევ უფრო დაბალი განათლების სისტემიდან დობიდომიც უნდა ააშენო, მოგეცა საშუალება, რომ გახვიდე თავისუფლად თითქმის 500 მილიონიან ბაზარზე, მაღალ კონკურენტულზე, ოღონდ ძალიან ემფათიურ ბაზარზე, რომელიც განწყობილია ზრუნვაზე, რომელიც რაღაცა იმდენად ამ ასე ვთქვათ, მუჯლუგუნებს იმიტომ იღებს, რომ ზედმეტად კეთილია, თუნდაც ეხლა ასაც ვაკვირდებით ეს საყვედურები, რაც მიდის, რომ აი ამდენ რატომ გაუღოღა ხალხი, ამდენ უცხო ადამიანს, ანუ ადამიანურ ფაქტორით რო შევხედოთ რა, ანუ შიდა იმ საზოგადოებაში, რომ ხო ეს ემიგრაცია პრობლემა, იქ ვიღაცები არ მუშაობენ, არ აკეთებენ, მაგრამ ესენი ევროპელების ამ მიერ ნაშრომი და ამ ხალხის მიერ დაგროვილი ქონებით მაინც ინახავენ ვიღაცებს, ხო, რამდენი ვიცით, თუნდაც საქართველოსთან თავშესაფარი რამდენმა მიიღო და რამდენმა გამოიყენა, მაგრამ ეს ემფათიურობის ხარისხი ადამიანურობის ევოლუციის დონიდან გამომდინარე, მათ ეკონომიკური რაღაც შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაინც ისევ დომინანტია ამ ნაწილში და ეს უზრუნველყოფს კიდე არ გიდო, ვიღაცა ბროტად იყენებს, ვიღაცა კარგად იყენებს, მაგრამ ამ ნაწილშია, ხო? ანუ ეს თემა იყო ზუსტად აი ამ პერიოდში ჩვენ ეს ფუნქციები არ გამოვიყენეთ და შემდეგ უკვე რაღაცა პოსტ-კოვიდურ პერიოდში უკვე ჩქარდება ეს პროცესი, რომ გამოვიდეთ აქედან, მაგრამ ეს ინერციაც, აი რომელიც 2000-იანი წლებიდან აი ამ მასიურად წამოსული რეფორმების ხარჯზე დაიწყო, როცა ჩვენ დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი რეალურად მარტო მელსადენის გამო კი არა, დავიმკვიდრეთ აი ამ დემოკრატიული, ეკონომიკური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმების გატარებით. მოგვცა საკმაოდ დიდი ასეთ ბარბარეს მიხმარდი ჰენდიკაპი, რომ რაღაც წინ გავქცეულიყავით რაღაც და შეგვეძლო ამაზე დაახლოებით ზუსტად იგივე გზა გაგვევლო, რაც გაიარა ესტონეთმა. გასაკეთებელი იყო ის, რომ უნდა გაგვეზარდა გონივრული ინვესტირება
განათლების სისტემაში, ანუ ეკონომიკური პოლიტიკა გქონდა რეალურად ჩამოსაყალიბებელი, სწორად რომ რაში უნდა როგორ უნდა გამოგვეყენებინა უბრალოდ ეკონომიკური პოლიტიკა გაძლევს იმას რომ როგორ გამოიყენო შენი შეზღუდული რესურსები. აი ეკონომიკურ თეორიაში არის ეგეთი თეორია ორი ცნობილი ეკონომისტის რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაზე რომ არის შეფარდებითი და აბსოლუტური უპირატესობები, მაგრამ არ არსებობენ ქვეყნები აბსოლუტური უპირატესობით, თუნდაც ყველაზე დიდი ეკონომიკები და არ არსებობენ პატარა ეკონომიკები, პატარა ქვეყნები, რომელსაც არ გააჩნიათ შეფარდებითი უპირატესობა რაღაცის კეთების, რომ მათ თავისი ადგილი დაიმკვიდრონ გლობალურ ვაჭრობაში და გლობალურ ეკონომიკურ საქმიანობაში, ჰექშერის და ოლინის რომელიც თეორიით არის ცნობილი და რეალურად მუშაობს ეს ყველაფერი და აი ეს შეფარდებითი უპირატესობა ჭეშმარიტება ჩვენ შემთხვევაში დამტკის და იმით რომ სწრაფი რეფორმირებით, რეფორმების გატარებით შინაარსიან შედეგზე ორიენტირებით შეიძლებოდა გაკეთება, თუმცა ისევ დამტკიცდა რომ ამის გაჩერებით და სისტემის რღვევით შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან მალე განიავდეს და გაქრეს. ახლა ეს ინერცია, ეს ბუნებრივი ინერცია უკვე მივიდა თავის ლოგიკურ ეტაპზე, როცა ინერცია გაჩერების პირას არის, ეს ქვა უკვე გაჩერდა, როგორც ვიცით, ნელ-ნელა გარდაუვალია, რომ ინერცია მიზიდულობის ძალა ვიცით, რომ არსებობს დედამიწაზე, მიზიდულობის ძალით ისე უკან დაბრუნდა, თუ აღარ არის ის ძალა, რომელიც ამას აწვება, მიზიდულობის საწინააღმდეგოდ, ეს ყოველთვის დამატებით ჯაფას და ზეწოლას მოითხოვს, ეს რეფორმა ერთჯერადი პროცესი არ არის, ეს უნდა გრძელდებოდეს, კანონის უზენაესობაც ერთჯერადი პროცესი არ არის და ასე შემდეგ, რომ ეს ინსტიტუციური რღვევა იძლევა ამ ინერციას უკვე მივედი გაჩერებამდე და ნელ-ნელა უკან დაგორებას. ოკეი, ანუ ბევრი კითხვა მაქვს მიუხედავად ყველაფრისა, ესე იგი დავიწყოთ იმით, რომ ფულს სჭირდება დაცვა, ხო? ანუ ეს არის პირველ რიგში ნდობა, ანუ თუ პარტნიორებს შორის ნდობა არ არის, ტყუილია რომ ერთმა მეორესთან ფული შეინახოს, ხო? ან რაღაცა საქმეში ჩადოს. ამისი ყველაზე კარგი დაცვის მექანიზმი არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ფიზიკურად არ გაგვაჩნია ძალიან ბევრი წელია, ხო? ანუ არა 2012-დან, არამედ მანამდე, ხო? და შესაბამისად ინსტიტუციების რღვევა იწვევს სანდო პარტნიორის იმიჯის დაკარგვას და შესაბამისად რჩები აი ზუსტად იმ მიზიდულობის ცენტრში, რომ აუცილებლად ზემოდან წამოსული ქვა ქვემოთ დაეცემა, ხო? რა გვრჩება შანსი იმისი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს? შანსი ყოველთვის არის რაღაცის, მაგრამ ეს არის შანსი გვრჩება იმისი, რომ ქართველმა ერმა ამ შემთხვევაში და ყველა მოქალაქემ უნდა გადავწყვიტოს რა უნდა, რა რეალურად რა უნდა და კითხვების დასმა უნდა დავიწყოთ. აი ეს მოცემულობად ესევე როგორც ახლა ვიღებთ, არ უნდა მივიღოთ. და პირველ რიგში აი ფული საიდან არის, საიდან ჩდება. მთავარი კი არის ფული საიდან ჩდება. მთავარი არის რომ ანუ როგორი გზებით არის ეს ფული მოპოვებული. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი. ფული ამ ჩვენს ქვეყანაში არის, ეკონომიკაში არის, სტატისტიკურად ჩვენ ვაკვირდებით, რომ ძალიან დიდი ზრდები გვაქვს, ვიზდებით, რაღაცა წლიდან წლამდე მართლა ობიექტურად ვიზდებით, რაღაცა ტრიალებს, ქალაქში რო გავივლით, ხდება ძალიან ბევრი მაღალღირებული. ანუ უნდა გავყოთ ფულის კვალს და არა ფულის სულს, ხო? დიახ, რა თქმა უნდა და ფულის კვალს. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ეს ფულის კვალი მიდის ისეთ ხვრელში რომელიც ძალიან უსაფრთხო ადგილას არის და ყველა კვალი ამ ფულის იქით მიდის, ამ ფულის მიზიდულობა იკარგება ჯანსაღი გარემოსთვის. არავის აღარ ჭირდება შენი ეს ბნელი და გაუგებარი გზიდან მოტანილი ფული. ამ ფულსა და ამას აქვს ესეთი თვისება, რომ ფულს ეგეთი ისე ხო თვისება აქვს, რომ ის ყოველთვის თავდება. ანუ რანც არ უნდა დიდი რეზერვები გქონდეს, ვისაც არ უნდა გქონდეს, იმას თუ ის არასწორად და აი ამ ესეთი გაუგებარი გზებით იყენებს და ვერ ასაბუთებს, საიდან მოიტანა ეს ყველაფერი, როცა უთავდება, ის უკვე უთავდება და უთავდება. და მერე სხვა მწირთულეებს იწვევს ქვეყნებისთვისაც, ფიზიკურ კომპანიებისთვისაც და ადამიანებისთვისაც. აი აქ უნდა კითხო ხა ბოდიში რომ გაგაწყვეტინე დავოსზე აუცილებლად ალიევის განცხადებასთან მიმართებით. რისი იმედიც ქონდათ საქართველოში მუდმივად, რომ საქართველო იქნებოდა რაღაცა დერეფანი, დამაკავშირებელი და ნუ ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ თურმე ყოფილა ეს ყველაფერი ორი მეზობლის ჩხუბის ხარჯზე, ხო? ანუ ძალიან უტრირებით რო ვთქვა. და მეზობლები შერიგდნენ, მეზობლები რიგდებიან და აი აქ უკვე როგორი პერსპექტივა გველის.
ცნობილი ფრაზით უპასუხოთ ერთი რაღაც უფრო, იმიტომ რომ არ არსებობს მუდმივი პარტნიორები, მოკავშირეები, ხო? ინტერესები, ხო? კი, მაკიაველის აი კი ბატონო. ზუსტად კი და მაკიაველის პერიფრაზები და ზოგადად მაკიაველი რაღაცა ნეგატიურ კონტექსტში წარმოდგება ხოლმე რატომღაც სულ, მაგრამ არ არის ეს ნეგატიური, ეს ძალიან პრაგმატული, ძალიან ესეთი ღრმა ნამუშევარი ამ ადამიანის, როგორც მეცნიერის და ეკონომისტის და პოლიტოლოგის და რა ვიცი, კიდევ 1000 იმისი, რომელიც ამ საუკუნეებს გაუძლო. და ეს არის ანუ ასე ვთქვათ სამაგიდო წიგნი ნებისმიერი ქვეყნისთვის დადებითი კონტექსტის რომ მოიღოს რომ იყოს ამ თავის მუდმივ ინტერესებზე, იმიტომ გინდა არ გინდა შენ თუ პოზიტიურად განეწყობი ამ ყველაფერზე, ყოველთვის სასურველი ხარ, ყოველთვის მუდმივი ინტერესის კარგი გაგებით სფეროში ხარ. ან თუ აბსოლუტური, რა ვიცი, ესეთი გინდა გადაწყვიტე რომ იყო სულელი, ერთ-ერთი გენიალური ეკონომისტის კარლო ჩიპოლას თეორია, ასეთი სისულელის ხუთი კანონი ადამიანური სისულელის, თუ შენ გადაწყვიტა რომ იყო ანუ ნაივური ან რა ვიცი, არიფი ან ქართულად როგორ იმას ვქოთ რა ის ჯუფიტი ხო სულელი ან სულელი რომელიც პირველი კანონის მიხედვით სულელები იყო ხუთ კატეგორიად ყოფს ჩიპოლა და პირველი არის ისეთი სულელები ვინც თავის ისე სულელებს აკეთებენ იმისე რომ სხვებსაც ვუნებენ ოღონდ თავის თავსაც ვუნებენ არიან სულელები რომელიც ბოროტები ყაჩაღები რომელიც შეგნებულად აკეთებენ ამ სიბოროტეს რომ სხვას ამნონდა თვითონ მიიღონ სარგებელი ისეც სულელის კლასიფიკაციაში მისვლის სიხარბე და სხვა მოტივებიც არის მაგრამ ჩვენ ამ პირველი წესის მიხედვით რომ ავიღოთ ესეთი სულელები არ უნდა ვიყოთ და ზუსტად მაგას გაძლევს მაკიაველის ნაშრომის რომ შენ განსაზღვრო სად ხარ რომელ ადგილას ხარ იყო ეფექტიანი სარგებლიანი და ყავდეს მუდმივი ინტერესებში იყო შენი პარტნიორების თუ უბრალოდ აირჩიო რომ ეს პარტნიორი მინდა და მე იმ პარტნიორს გადაგაგდო ზუსტად ეს ვნახეთ ამ ნაწილში ჩვენი მეზობლების რომელიც კონფლიქტი იყო თავზე მოხოული ხელოვნურად შექმნილი ამ ქვეყნებმა გადალახეს იპოვეს ის ძალები რა თქმა უნდა პირველ რიგში როგორ მოგვარდა ეს პრაგმატულად რომ შევხედოთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა შეიძინა და გაიძლიერა ინსტიტუციურად აზერბაიჯანმა, ну კი რაღაც დემოკრატიული ქვეყანა დიდად არ არის, მაგრამ მეტნაკლებად არის გადანაწილებული ის დოლათი, არ არის ის ინკლუზიური ეკონომიკის ქვეყანა, მაგრამ რომ შევხედოთ დისბალანსი ადამიანების ცხოვრებაში შორის იქ არის. ანუ იქ რა ის რაღაცა კვერცხი ხუთი თეთრით გამიზვირდა და გამოვა ხალხი მოყავს, არა, ანუ ზღვარი არის, კი არიან ძალიან დიდი ელიტა, რომელიც ძალიან სხვაგან არის, მაგრამ დანარჩენი ის არ არის სიღატაკის ანუ 250 ლარის ეკვივალენტი აზერბაიჯანული ფულის იმითი, იქ არ უთვლიან, რომ მის საარსებო მინიმუმი ეს გაგვდა და ამითი იცხოვრეთ, როგორც აქ ეუბნებიან მოსახლეობას. ხო, მით უმეტეს აქვს დიდი რესურსი, ექსტრაქციული ეკონომიკა მეტნაკლებად, მაგრამ მათ ეს ყველაფერი თავისი ეკონომიკური სუვერენიტეტის ხარჯზე გააძლიერეს მილიტარისტული ნაწილით და დაელოდნენ თავის მომენტს და თავისი თქოს, მაგრამ თავისი სიტყვა თქოს ზომიერების ფარგლებში ნახეს ხო ხედავთ რომ აი ეს ჩვენ ყველას გაგვაზიანებს ეს რესურსის დამეცლება მე და მოდი შევთანხმდეთ პოლიტიკურ ველზე გადაიტანეს მეორე მხარესაც აღმოაჩნდა ის გონიერება და ძალიან კარგად და ძალიან ესეთი თამამინა ბიჯები გადაიდგა სომხეთის პრეზიდენტის მხრიდანაც ძალიან და სომხეთის მხრიდანაც და რეალურად იმ წუთში თუ არ ჩანდა ძალიან მალე გამოჩნდა რომ ამ ხელაზე შეიცვალა თლიანად აი ამ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფია რომელიც გლობალური რუკაც შეცვალა სხვანაირად ჩვენ ვაკვირდებით ახლა უშუალოდ ტრიპის პროექტს უკვე რომელიც კიდევ საუბრების დონეზეა მაგრამ საუბრები არჩება რეალური ქმედების გარეშე აზერბაიჯანის მხარეს ამ ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დიდი ხანია უკვე დამთავრებული აქვს თავი ხარ და ლეგოს კონსტრუქტორებით იქ რაღაც შეერთებენ მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით ბოლო განცხადებებს უკვე აი ეს ბატონი ალიევის პრეზიდენტი ალიევის თუნდაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე როგორი სიგნალები გასცა მან და როგორი სიგნალები მოდის სომხეთის მხრიდანაც სომხეთმა ვაკვირდები რომ დაინახა რომ დამარცხდა ამ ომში და ეგ თავისუფლება როგორ ქონდა შეზღუდული იმიტომ მიწებებული იყო ერთ მთავარ ძალიან ბოროტ პარტნიორზე როგორ გადავიდა და პირდაპირ სადეძია და იპოვა მან თავისი ნიშა იმ წუთში და ვაცით რომ ძალიან აგრესიულად დაიწყო გაციფრულებაში ინვესტირება და მოახერხა და მოიპოვა გლობალური დიდი ბრენდები, დიდი პროექტებით და ამით მან თავისი უსაფრთხოების გარანტიაც მიიღო, ანუ ჩავთვალოთ ჩვენი ნავთობსადენის პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ არც ნაკლები უსაფრთხოების გარანტია მიიღო NVIDIA-სთან შეთანხმებით, რომელიც ჩვენ მაგიდაზე გვედო.
და უბრალოდ არ არის. აუცილებლად მოყვება უსაფრთხოების ძალიან დიდი პროგრამები. იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ ვიცით ხო, ჯერჯერობით ისევ ციფრულ ბინარულ სამყაროში ვართ, მაგრამ თითქოს ერთი ნაბიჯი გვაშორებს კვანტურ სამყაროში რომ გადავართ, ხო? ანუ რაღაცა 2 ან 3 განზომილებიდან რაღაცას როცა აღქმა შეგვიძლია 0 და 1-ებიდან გადავართ 0 და უსასრულობამდე, ხო? ანუ და ეს ყველაფერი დროის მომენტი კარგად აიგდა, ესეც არის მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს აი ამ ნაბიჯის გადადგმის ერთ-ერთ პატარა ძალოვანი აგრეგატი რაც არის. ამიტომ დაოსის ფორუმზე ეს გაჟღერებული ნაწილი და რაც ჩვენი მეზობისგან არის, კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან დიდი მომენტუმი გამოგვიტოვია აი ამ ჩვენი სიხარბის, ამ ჩვენი ჩამოუყალიბებელი გაუგებარი თამაშობების გამო, როცა გადავყევით წინა ხელისუფლებისგან, ანუ წინა რაღაცა 9 წლის განმავლობაში, რაც კარგი გაკეთდა და გადაიფარა იმ ცუდით, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლოს მონგრევის და არ შექმნით გაგრძელდა და დაგვირგვინდა შემდეგ გადაცემით ხელისუფლების, მაგრამ ამ დემოკრატიულად გადაცემულ ხელისუფლებმაც რატომღაც იგივე ნეგატიურის ევოლუციური განვითარება გადაწყვიტა შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამას მნიშვნელოვანია ეს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების და შესრულებების მერე რატომღაც დაჩქარდა უფრო ეს პროცესი. ხო და საბოლოო ჯამში შეჩერება საერთოდ ხო დასავლეთთან. შემდეგ შეჩერდა, მაგრამ ანუ ნიკა ბოდიში ეს არის უბრალოდ სიხარბე თუ სიხარბე და რაღაცა ვექტორის სრული ცვლილება და ვექტორის სრული ცვლილება თუ არის ეს ყველაფერი გამორიცხავს მეზობლებთან რაღაცა კეთილი ურთიერთობების არსებობას თუ აი მე მინდა რომ გავიგოთ რატომ დაეტაკა ასე ვთქვათ მეზობლებს რატომ ჩადგა საქართველოს პოლიტიკური ელიტა იმ მდგომარეობაში რომ ეჭხუბა ერთსაც მეორესაც და რეალურად ჩრდილოეთისკენ აიღო თუ აიღო ისიც თუ როგორ არის ეს ალბათ სრული აქვს ხა ჩრდილოეთისკენ აშკარად ჩრდილოეთისკენ აიღო კურსი იმიტომ ამას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს იმიტომ რომ დაინახეს ანუ ჯერ ერთი მეზობლებთან ჩვენი შემოსავალი მოდი ასე ვთქვათ ეკონომიკური შემოსავალი ამ ქვეყნის რა საიდან არის და როგორ მოდის ხო ჯერ ერთი რომ ნუ მაინც კანონმორჩილი მოსახლეობა ვართ ვიხდით გადასახადებს და ბიუჯეტი რომელიც არის ხაზინა ასე ვთქვათ რომელიც ივსება რაღაცა შემოსავლებით რომელიც შემდეგ იხარჯება თავდაცვაზე, რეფორმებზე, განათლებაზე, გზაზე, რა ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში უნდა იხარჯებოდეს. ფიზიკურად იხარჯება, მაგრამ ეფექტურობა დაბალდება და ძალიან მაღალია კორუფციის დონე. იმიტომ ამ ძალიან პატარა ჯგუფი იპარავს ძალიან ბევრს და რეალურად არაფერს არ აკეთებს. იმიტომ რომ ავიღოთ ხარჯვის ნაწილს შევხედოთ, თუნდაც 24 წლის, 25 წლის ციფრები არ ვიცი, ჯერ 24 წლის ბიუჯეტი რო ავიღოთ 28 მილიარდი ლარი იყო ბიუჯეტი, შემოსავალი ხარჯი, დეფიციტი, მეფიციტი რაღაცა იყო, მაგრამ თვითონ ეს 28 მილიარდი შეგროვდა 78% იყო გადახდილი გადასახადები და დანარჩენი იყო სხვა შემოსავლები. ამ სხვა შემოსავლები არის ჯარიმები, სერვისები, პრივატიზებიდან შემოსული რაღაც თანხები და რა თქმა უნდა გრანტები, სესხები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის მატერიალური თემა, რომელიც გარდაც კიდევ უფრო დიდი წილია საერთაშორისო დონორების დახმარების, ინტელექტუალური დახმარებები, რეფორმების ხელშეწყობის დახმარებები რომელიც გაძლევს შენ საშუალებას რომ შენ თუ ამას გონურად გააკეთებ, გახდე კონკურენტული და 28 მილიარდი კი არ კონდეს. 280 მილიარდი შეძლო კონკურენტული მოქმედებებით. შესაბამისად, ეს არის შენი ხაზინა და ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა GDP-დან მშიპურა სასამართლო ეს არის ბრუნვა მთლიანად ყველა ვინც რას აკეთებს ამ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ამ ბრუნვაში არის ისეთი რაღაცები, რომელიც უფრო აი კორუფციით მოპარული ფულიც იღებს ამ ბრუნვაში იმას, მაგრამ აქედან ეკონომიკური აქტივობიდან ილექება ზუსტად ის 75% შემოსავალი, რომელიც რეალურად გააქვს შენ აი ამ შენი ეკონომიკით ეფექტიანობით. და შესაბამისად ამ ნაწილში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წილი შემოსავლების და ჩვენი კონკურენტუნარიანობის, რა თქმა უნდა, გვესმის ხო, ტურიზმი რა კარგია, ნუ წარმოება სამწუხაროდ არ გვაქვს, ექსპორტი რომ თანხაც ვალუტად შემოვიზმა, ჩვენი ექსპორტის 40% პლუს მინუს ცოტა მეტი შეიძლება იყოს, არის ავტომობილების ექსპორტი. რეექსპორტი. ანუ ეს რეექსპორტი. რეექსპორტს აქვს თავისი
რა თქმა უნდა დადებითი მხარე, მაგრამ ამ დადებითი მხარიდან მარგი ქმედების კოეფიციენტი გამოვიყოთ, ანუ რეალურ ეკონომიკაში რა რჩება. და კიდევ რისკებსაც შეიცავს. ანუ რეექსპორტის წილის ძალიან დიდი თეორიულად რომ ვიცით რომ არის უფრო რაღაც ერთი ცუდი ქვეყნის სანქციების არიდების რისკები გაქვს დიდი, შეიძლება თუ რეალიზება ამისი მოხდა, ძალიან ცუდად ვიქნებით, ხო? მადლობა ღმერთს არ მომხდარა, მაგრამ მაინც ამ იმაზე ვარ დამოკიდებული ვარ იმ ქვეყნის წესების სრულებაზე. სადაც ეს მანქანები უნდა გავიდეს, თუ ჩვენ მქონდა ოდესღაც შინ მოусვლელი ვარ ხო ქუთაისის ავტო წარმოებელი ქარხნის მანქანები ვაწარმოებდა, დიდი ხანია გაჩერდა და კარგია ძალიან ბევრი ადამიანის სიცხე გადარჩა როგორც ბოლერო თუ ზუსტად მახსოვს სახელი ხო რაღაცა ხო რაღაცა ისე, იმიტომ რაღაც სიმბირში და იქით აგზავნდნენ და იქ მერე ეს მიდიოდა ფუჭდებოდა და ხალხი იხოცებოდა თუმე და ნუ უკეთ ეგეთი ლეგენდები დადიოდა, მაგრამ it's okay. აქედან გამომდინარე, ისე თქმა უნდა რომ აი ამ ნაწილში ეს ეკონომიკა კიდე არის შემოდინებები, რემიტენსები, რასაც ემიგრაცია არის ხავს და ტურიზმი პირობითად რა. ანუ აი ძირითადი ჩვენი მოთამაშეები, ხა სხვა რაღაც პატარ-პატარა ზინა ტურიზმის მომსახურებაც ისევ იმპორტით გვიჯდება, იმიტომ ჩვენ ღია ეკონომიკა ვართ პატარა და ჩვენ თვითონ ვერ ვაწარმოებთ ვერაფერს ნორმალურს და გვიწევს გარედან შემოტანა. ამიტომ თითქმის 85% აი ამ ტურიზმიდან შემოსული თანხის ამის მომსახურებაზე რაც გვეხარჯება, ისევ გარეთ გაგვაქვს და დაბალი ეფექტურობა გვაქვს. ეს ყველაფერი გავს რაღაცა ბრიტვის მასე პირზე სირბილს, ხო? სამართლის პირზე სიაოს და თავარი კიდევ ჩვენი შემოსავალი, ჩვენი კონკურენტუნარიანობა იყო ეს ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც ლეგენდები დავაგვიანეთ ღმერთთან განაწილებაზე და რაღაც მაგარი ადგილი რომ მოგვცა, მართლა მაგარი ადგილი არის, იმიტომ რომ რაღაც ზღვასთანაც გვაქვს კავშირი და რაღაც აღმოსავლეთ დასავლეთს ვაკავშირებით ამ გზით და აი ეს სატრანზიტო მომსახურების გატარება არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალი, მთავარი არა, მნიშვნელოვანი შემოსავალი, ისევე როგორც ეს მილსადენი, ესეც ხო მილსადენი ერთია ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი და მეორეა იქ გასული ნავთობი და გაზი რაღაცა ჩვენ პატარა შემოსავალს გვაძლევს. ოკეი, და სამეზობლოში ეგეც დამოხრუჭდა ახლა. სამეზობლოში დამოხრუჭდა არა, სამეზობლოში რა, იცი რომ ეს ჩვენი ტრანზიტი არ არის, აი რაღაცა ველობილიკები, ცოტა ის ალეგორიული შედარება, ველობილიკები რო გააკეთეს მაგალითად პეკინზე, რა უცბად იწყება ველობილიკი და მთავრდება და ველოსიპედით იქ რომ მიხვიდე, გაჯარიმეს ველოსიპედი დავდიო და პოლიცია მორბის ახლა თარაღას თავისი ცოტა გაუგებარის დაიწყეს და გვაჯამენ იქ რაღაცა ან ტელეპორტაციის უნდა მოხდე, ან მოკლე ველობილიკზე პეკინის ქუჩაზე, აი რომ დავჯდე და მივიდე და მე ტელეპორტაციით გავქრე უცბად. ანუ ერთმანეთთან ჩამომკიდონ, გავიტანო და გამოვიდა. ანუ სხვა ლოგიკური ახსნა არ არის. დაახლოებით ესე არ არის. ეს იყო ნაწილი ამ შუა დერეფნის, აი ამ რაღაც დიდი კორიდორის, რომელიც რაღაცა სხვა მძიმე პოლიტიკური განვითარებები ქონდა ამ ნაწილს და ეს პოლიტიკური თემაც მოგვარდა. ანუ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მაინც და მაინც რაღაც თავისი ასეთი არ ომობდნენ, მაგრამ ეკონომიკურად ცოტა ეს იყო გამტარობაზე და გამტარობაზე დაიწყეს ამ ხალხმა ძალიან დიდი ინვესტიციების გაკეთება. ყაზახეთის ხაზს და აზერბაიჯანის ხაზს კასპიის ზღვაზე აფართოებენ მათ საპორტო შესაძლებლობებს. ყაზახეთმა გადაწყვიტა და დაიწყო ძალიან მძიმე ინვესტიცია, კარგი გაგებით, მძიმე დიდი თანხების ინვესტირება ვაგონჩენებლობის მასში შტადლერი შეიყვანეს, დაიწყეს ქიმიური მრეწველობის განვითარება, კი, ნავთობი და გაზი აქვს, მაგრამ ქიმიური მრეწველობაზე, იმიტომ თანამედროვე სტანდარტებს მიუხვდნენ და ალღოს უღებდნენ და შესაბამისად შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობა მათი პროდუქტების და ამ ტრანზიტის გამოყენება რეალურად ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, რომ აი ეს შუა დერეფნის კორიდორის გამტარობა გაიზარდოს, სადაც აქამდე ექსკლუზიური გამტარები ვიყავით ჩვენ. დღემდე ვრჩებით, მაგრამ უცბად რომ ჩვენ წლების მანძილზე არ ვაკეთებთ არანაირ ინვესტირებას, ფული დავხარჯეთ ამ კორიდორის გამტარუნარიანობის გაზრდას, მაგალითად, კარგად ვიცით ხო, ბახო ყარსი ახალქალაქის რკინიგზით რაც გადის და მეორე ის გქონდა რკინიგზა დაიწყო 2007-2008 წლიდან მეორე რკინიგზის გაყვანა ბაქოდან ქვია ადის სახელი დამავიწყდა. მოკეთ მეორე ხაზი საიდან ჩვენ გვაქვს 775 მილიონი დოლარი აღებული სესხი აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს სრულად ათვისებულია 2008 წელს დაიწყო პირველი ტრანში 100 მილიონი იყო ძალიან დაბალ პროცენტში 2%-ში მე მგონი და დანარჩენი ტრანში ბოლოს 2024 წელს აითვისეს ბოლომდე რომის განაკვეთით თორცები 5 თუ 6%-ის ფარგლებში ანუ ნებისმიერ შემთხვევაში სესხია 100%-ით არის ათვისებული და ეს გზა რკინიგზის არაფერი არ არის გაკეთებული ანუ დახარჯული შეიჭამა არ ვიცი შეიჭამა თუ არ შეიჭამა არც აუდიტირებული დასკვნა გამოქვეყნებული არც რა არის გაკეთებული არც რამდენია დარჩენილი ამის გასაკეთებელი
თან ეს 2008 წლიდან დღემდე გრძელდება არ არის. ანუ ჩვენ არ გაგვიკეთებია არანაირი დამატებითი ინვესტირება გაუმჯობესებისთვის აი ამ მაგისტრალის, აი ამ ჰაბის, ამ ცენტრალ კორიდორის თუ რა ვიცი ანუ შუა დერეფანი არის უბრალოდ ლეგენდა ეხლა რასაც აჭმევენ არა მუშაობს, მაგრამ ჩვენი ნაწილი ამ გამტარობის რაც ჩვენს ხელშია რომ ჩვენი მიზანი რა არის რომ ჩვენ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ. ყარსი ახალ ქალაქის რკინიგზა დიდი ბოდიში გამოვიწყდა. აი ეს იყო დამატებითი მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ტვირთების გამტარობა უნდა გააზარდოს, გაეზარდა, იდეა ეგ იყო, რა თქმა უნდა ინტერესში აზერბაიჯანისაც, მაგრამ უფრო მეტი ინტერესი ჩვენ რომ ჩვენ მეტი ტვირთის გადამუშავება შევძლოთ. ამ სატრანზიტო დერეფნის გაფართოების ნაწილი იყო, ამიტომ ჩვენ ხო ვიღებთ ჩემოსავალს. მანქანები გადიან, რკინიგზა გადის, რკინიგზა უფრო ეფექტურია, მე რკინიგზა შეიძლება პირდაპირ წავიდეს და თურქეთში გადავიდეს, ან მოვიდეს ჩვენ საპორტო ინფრასტრუქტურაში. ფოთში ან ბათუმში ან ანაკლიაში, რომელიც ლეგენდაა და სადღეგრძელოა, რომ მეტი ტვირთი დამუშავდეს ამ გაზრდილ გეოპოლიტიკაში და გაზრდილ საერთაშორისო ვაჭრობაში, რომ ჩვენ შავი ზღვით პირდაპირ გზა ევროპასთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ სახმელეთო პირდაპირ გზა არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ეფექტურად რომ გამოვიყენოთ ეს შეთანხმება სასურველია რომ გამოვიყენოთ ასევე ჩვენი შავი ზღვის რესურსიც. აი ძალიან კაი თემასთან მივდივართ. შავ ზღვაზე ჯერჯერობით ყველაფერი დარღვეული ან ძალთა ბალანს გულისხმობ. ნუ იმის გამო რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იქ აწარმოებს აი ამ სისხლისღვრელ ომს აგერ უკვე მეხუთე წელია, ხო? 2022-დან მოყოლებული, გადაცდა მე მგონი დღეები მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დღეებს. შესაბამისად, სანამ ის აი მანდ როგორ წარმოგიდგენია, როგორ უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება იმისათვის, რომ ზღვით მოხდეს მაგალითად აი რაღაცა კავშირი და იგივე ის რაღაცა კაბელები, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე არის, რუმინეთი, თბილისი, ფოთი და ბათუმი და ნუ აი ასე შემდეგ იქნება მაგაზეც. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. და აი წარმოდგენა და მოდელი და იდეა რაც იყო ანაკლიის იდეა, ეს ანაკლიის იდეა არ არის მოგონილი ბუკუშინ ნიკასიან, გრიშასიან, მიშას. ხო ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, პოლიტიკურად თუცა საჭირო იყო ხოლმე მაშინ წინა საბჭოთა დროინდელი, საბჭოთა დროს და შემდეგ პირველი და ანუ შევარდნაძის პერიოდში იმიტომ რომ ეს საკითხი იყო, იმიტომ ამ შავი ზღვის აკვატორიაზე პორტისთვის იაპონური კომპანიები იკვლევდნენ და მათი მიერ არის შესწავლილი, ანუ რა უნდა ევროპელი ვიღაცა ფინანსებს იაპონურ კომპანიებს და ამას იკვლევენ. შესაბამისად, ეს კონტექსტი არის იდეალური, აუცილებლად განსახორციელებელი ყოველთვის იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ იყოს ესე სადღეგრძელო. სამწუხაროდ რას ხედავთ, ხო, არის მარტო განაცხადი, რაღაც თვითონ პოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ უკვე იკარგება, ანუ თეორიულად იმდენი გაფუჭდა აი ამ ესეთი მიდგომით, რომ მე არ ვიტყვი ვინ გააფუჭა ეს ისედაც surface ანუ ზედაპირზეა და ვიხედავთ კარგად, ხო და თუნდაც ეხლა ერთს ლაპარაკობს ეს ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ამჟამიდან ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და 26 წლის ბიუჯეტში სასაცილო თანხები არის გათვალისწინებული, საერთოდ არ არის რეალურად ანაკლიის სპორტის განვითარებისთვის ბიუჯეტის გარეშე დაჟინებული მზერით როგორ აპირებენ ამის გაკეთებას არ ვიცი და მით უმეტეს არც რეალურად შერჩეული არ არის არაფერი და თავის პირად რაღაც კლაუბას სისულელებს გადააყოლეს. ამიტომ ამასობაში ჩვენ ეს მომენტუმი რა თქმა უნდა ასოც დაიკარგება, მაგრამ დაიკარგა იმ მხრივ, რომ ალტერნატიულ გზებზე უკვე დიდი ინვესტიციები წამოვიდა და დიდი ინვესტიციების განაცხადები გახდა. ტრიპის მარშრუტზე მაქვს საუბარი, ეს არის ალტერნატივა, მაგრამ არა 100%-ით ამის გადაფარვის. უბრალოდ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ძალიან შესუსტდა ამ ტვირთის გატარებაში ძალიან ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. აქ არის დიდი ფული. ტვირთი რო გადის, ამ ტვირთის A პუნქტიდან რაღაცა Z პუნქტამდე მიწოდებაზე, მან ეს ბევრი ადგილი უნდა გაიაროს და რაც უფრო ნაკლებ ადგილს გაიაროს, რაც უფრო სწრაფად გაიაროს, რაც უფრო ნაკლები გადასახადებით გაივლის, უფრო საინტერესოა ამ ეს ვაჭრობა უფრო გაიზრდება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება იმისი, რომ კონკურენტულები ვიყოთ, იმიტომ რომ ამდენი წელია რომ ექსკლუზიურად ამ შუა დერეფნის ტვირთებს ვატარებდით. ბევრს თუ ცოტას ის კარგად მუშაობთ, ცოტა სხვა თემა ვატარებდით. ჩვენთან დიდი შემოსავალი, დიდი არა მნიშვნელოვანი შემოსავალი სწორი იქნება თქვათ, ამ სატრანზიტო ფუნქციით შემოგვდის ქვეყანას და მოვალეობა ნებისმიერი პასუხისგებლობიანი ხელისუფლების არის რომ კონკურენტუნარიანობა, ინფრასტრუქტურა იყოს უფრო გამართული. ახლა თითქოს ეხლა რომ მორჩა ეს რიკოთის
მონაკვეთი და რაღაც რომელიც 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, მე 17 წელს უნდა დამთავრებულიყო, დღემდე ბოლომდე არ არის და კიდევ არ ვიცით რამდენად ხარისხიანია და როგორ ეს იყო ძაბრის ყელა თითლებოდა ეს I60 მაგისტრალის დასავლეთ აღმოსავლეთის ის თუ ეს ხო ან დასავლეთის და აღმოსავლეთის მონაკვეთის გამტარი, რომელიც არის საერთაშორისო თითქმის 6000 კილომეტრიანი მაგისტრალი. ყველაზე ვიწრო ღერძი და ეს ბოთლის თავი, ბოთლნეკი იყო საქართველოს და რუმინეთის ხარი. რუმინეთი უკვე ევროკავშირის ხარია და იქ ალტერნატივებია, იქამდე მისული ტვირთის უკვე, მაგრამ ჩვენი გავლა იყო აქ მნიშვნელოვანი, ჩვენ ცოტა მაქსიმალურად გაგვეფართოება, მაქსიმალურად სწრაფად რომ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ. მეტი ტვირთის მოზიდვა გასაგებია რომ სახმელეთო გზაზე მოვიზიდოთ, მაგრამ აი სახმელეთო გზიდან რომ ალტერნატივა გავაჩინოთ და არ გადავიდეს ისევ სახმელეთო გზით თურქეთი და თურქეთის გავლით მე შევიდეს ევროკავშირში, მქონდა საშუალება იმისი რომ საპორტო ინფრასტრუქტურა გაგვეზარდა, რეალური არსებული ბათუმის და ბათუმში და სხვა ინფრასტრუქტურა და ფოთის, რომელიც უნიკალურია და მნიშვნელოვანია, მაგრამ ალტერნატივა ანაკლიის პორტით, როცა ტვირთბრუნვაც უკვე იზრდება და გლობალური ვაჭრობაც იზრდება, ვაკვირდები, რომ აქედან პირდაპირ აქცენტი იყოს, რომ აქედან პირდაპირ ევროპულ ეს ხელოვნურად დამოუკიდდა შენი აზრით. მოდი თქვათ, ხა ჩვენ ხო თეორიაზე უნდა ვისაუბროთ, ვერავის ვერ დავაბრალებთ რა, ნიპოიმანი ვორ, ხო, ანუ რაღაცა ეგეთი თემაა, მაგრამ ინტერესების თამაშია და ისევ დაუბრუნდეთ ამ თავარ მუდმივ ინტერესებს და ცვლილებას ინტერესების. ვის ინტერესი შეიძლება იყოს ამის დამოხვიჭება? საქართველოს ინტერესში ეს არ არის. ევროკავშირის ინტერესებში ეს არ არის არანაირად. აზერბაიჯანის ინტერესებში ეს არ არის და კასპიის ზღვის და ამ შუა დერეფნის მოთამაშებით მათ უნდათ რომ უფრო მეტი ტვირთი გავიდეს, მაგრამ ვის ინტერესშიც არის, რომ ვისაც უნდა ამ რეგიონზე თავისი ბატონობა, ვინც აფერხებდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პროცესს, ვინც აფერხებდა აზერბაიჯანის და ყაზახეთის ვაჭრობის გაფართოების შედეგებს, იმიტომ სხვადასხვა ბერკეტები იყო და ეს ყველა რაღაცას უწევდა. ეს არის რუსეთი. ხო, ანუ აქ სხვა ის არის, რომ რუსეთი ჩაებამ თავის უბედურ ავანტიურაში და კაცობრიობის წინააღმდეგ, ისედაც არასოდეს არ ყოფილა დიდად ესეთ პროდუქტიული კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ამ ნაწილშია. და შესაბამისად, მათ სანამ ეს ძალიან დიდი ძალაუფლება ქონდათ, მაქსიმალურად აფერხებდნენ და რაღაცა თემა მიეცათ. როცა მოსუსტდა, იგდო ხელთ გონიერმა სახელმწიფოებმა ეს დრო მომენტი აზერბაიჯანმა დაიწყო სომხეთის აყვამერი ამ შემთხვევაში ესე თუ ვიტყვით და უკვე რაღაც ალტერნატივები გააჩნია, სადაც შემოვიდა ამერიკა. რა უნდა თუ ამერიკელებსო ვიღაცას უთქვამს, ხო, შავ ზღვაშიო. რა უნდა ამერიკელებს სუნიუკის პროვინციაში? თუ ასე შევხედავთ, ხო? ანუ ეს არის რაღაცა ისევ და ისევ მუდმივი პარტნიორობის ძიება კი არა, მუდმივი ინტერესის დაკმაყოფილების ძიება. გლობალური ეკონომიკა ძალიან ესეთია ინტეგრირებულია, ძალიან ინტეგრირებულია ამ გლობალურ გეოგრაფიაშიც, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაწილიც ძალიან ბევრ რაღაცას ქმნის და იგივე შავ ზღვაზე რომ მივედით, შავ ზღვაზე თანამედროვეობაში ხო არის კი გზა რო გაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ციფრულ სამყაროში მქონდეს წვდომა, დაზღვეული, დაცული, ძალიან კარგი ინტერნეტიც. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არხი ინტერნეტის მოწოდების იყო შავი ზღვის კაბელით, რომელიც მოდიოდა საქართველოს, ჩვენგან მერე მიდიოდა ნაწილდებოდა ჩვენს მეზობლებში და ამისი ძალიან ესეთი უმნიშვნელოვანესი აქტივი იყო, რომელიც ამ სახელმწიფომ აიღო და გაყიდა გაუგებარ სუბიექტებს. რეალურად აი იგივე ამ კაბელს ჰქონდა, რომელიც კერძო კომპანიამ გააკეთა, აი დიდებულმა ქართველმა მეწარმეებმა და ენტერპრენერებმა, რომელიც არ მინდა ყველა მიცის, მაგრამ უმაგრესი ადამიანია და ნუ ის 1000 წლის მერე, როცა ჩვენც აღარ ვიქნებით, აი როგორც ვიცით, აი ნიკო ნიკოლაძე ფოთისპორტი გააკეთა, ეგრე იქნება იმ ადამიანის სახელით, იმიტომ უდიდესი გარღვევა გაუკეთა ამ ქვეყნის ეკონომიკას და ნიმუში და ანუ თუ ჩვენ შევხედავთ ცოტა გვერდზე რო გადავუხო გლობალურ რუკას, ზღვის ქვეშა კაბელებს და ოკეანის ქვეშა კაბელებს, სუდაქსელელია ყველა ზღვა და ყველა ოკეანე შავი ზღვისა და კასპიის ზღვის გარდა, ანუ ჩვენი მონაკვეთის. ანუ ეს იყო უშველებელი გარღვევა ამ ნაწილშიც ჩვენ გვაძლევდა კიდევ და კიდევ ერთ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ეკონომიკურ, რაც რეალურად პოლიტიკური სუვერენიტეტის გამსაზღვრელია. და შესაბამისად გადაეცა რაღაც გაუგებარ ვიღაც კომპანიას, ვითომ აზერბაიჯანს, რეალურად რუსულს და აქეთ იქ და ვითომ კიდევ დავებია და ჩვენ რაღაცა გავყიდეთ მილსადენი ბაკუ ჯეიხანის
ანუ ჩვენ რეალურად დავბრუნდით რაღაცა 90-იანების დასაწყისში, როდესაც სიხარბეს გადაყვა ეს ყველაფერი სიმდიდრეს ვყიდიდით სხვაგან, ხო? სრულიად საეჭვო გარიგება, სრულიად გაუგებარია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი შეფასება დღემდე ამას არ მოყოლია. რაც ძალიან დიდი პრობლემაა. არავის არაფერს არ ვაბრალებ, რაღაც ბრალდებით არ გავა, მაგრამ უბრალოდ კითხვა კვლევარების მიმართ, კორუფციის კვლევარების მიმართ, პოლიტიკური კვლევარების მიმართ, უსაფრთხოების კვლევარების. ეს არის მნიშვნელოვანი. აქ არ არის საუბარი, რომ ტანკი მყავს ახლა რაღაცა ყველაზე უფრო დიდი ჭურებს რო ისვრის და რაღაცა დრონია. მთავარია რომ მე დავკარგე საშუალება იმისი, რომ მაღალ ტექნოლოგიურ თანამედროვე საბრძოლო სიტუაციებში ვიყო კონკურენტული რაღაცა დრო მაინც რომ მოვიგო. სხვა იმაში არ შევალ. ამიტომ ეს ნაწილი იყო კრიტიკულად არის და იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის კრიტიკულად აუცილებელი, რომ დამატებითი ახალი კაბელი ჩაიდოს ამ ნაწილში. ის რაღაცა სადღეგრძელო რო ვითომ მაღალი ძაბვის კაბელი და რაღაცა იქაც ევროპული ინტერესია, რომ ის იყო პირიქით ევროპის ინტერესის, რომ ენერგო დამოუკიდებლობის ახალი ბერკეტი ქონდეს, რომ რაღაც ენერგია აქედან იქით მიიღოს. ჩვენ ენერგიას არ ვაწარმოებთ, ჩამოვჭით ყველაფერს, ადგილობებში ვართ ენერგეტიკის სექტორი ვიცით რაღაცა თავის განსაცდელებს და გასაჭირებშია და როგორ მიდის და თან ეს მინისტრი თუ რა ვიცი ვინც ამას კურირებდა ვიცით ერთი რომ ციხეშია და რაც ბრალდებებია და მიდის სასამართლოები ანუ დარგი სადავართ შესაბამისად ესეც რაღაც ადგილზეა და ევროპავშირთან და ევროპულ ინსტიტუტებთან მინიმუმის მინიმუმი ნულზე გვაქვს დაყვანილი ურთიერთობა ნუ აუც ერთხელი სილა გააწნეს დუელში გამოვიძახეთ და იმათმა შეხედეს რომ ეს ამათ ახლა დუელში კაი დაგვანებეს თავი აქედან გამომდინარე ეს მდგენელი რომ შავი ზღვის ათვისება ჩვენთვის როგორც საპორტო მიმოსვლის და დამატებითი ტვირთების მოზიდვის და გადამუშავების კუთხით ასევე კაბელების ინტერნეტის კაბელის თანამედროვე ციფრულ გარემოში ინტეგრაციისთვის არის ჰიპერმნიშვნელოვანი და აი ჰიპერაუცილებელი რაც შეგნებულად არ გვაქვს გაკეთებული შეგნებულად გვაქვს ამაზე ვარ თქვა ძალიან დიდი ეჭვებია იმისი რომ ამის გაკეთება საბაბი რაღაც ხო უნდა კონდეს ანუ ფეხს რო ვიჭრი მე და სულს ვირტყავ რაღაცა მიზეზი ხო უნდა მქონდეს ამის ალბათ დავალება ხო თუ მიზეზად ვაკეთებ ამას ესე იგი სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს თუ მიზეზიანად ერთი ის არის რომ მივედი სამედიცინოში რაღაც ესეთი დაავადება განგრენის მაგვარი აუცილებლად და შეგნებულად მიდის ამ ყველაფრის გაკეთება ან ვარ ვიღაცის რაღაცა ფიზიკური ზემოქმედება რაღაც ჩიპის იმპლანტი გამიკეთეს ჩემგან დამოუკიდებლად ფანტასტიკური ფილმებში ვაკ ისერში და ის ვიღაცა მართავს და მე ამას ძალით თვითგვემას ვეწევ. ანუ ეშმაკი ჩემიჩდა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას ამ ხელისუფლებას აშკარად შეუჩდა ის ეშმაკი რომელიც ჩრდილოეთით არის განთავსებული რომ მის კონკრეტულ ინტერეს რეგიონის ბატონობას ემსახურება. უბრალოდ მათ ეს რესურსები ხა მოუწურავი და აბსოლუტური უპირატესობა ვახსენეთ არ არსებობს ესეთი აბსოლუტური უპირატესობა დიდი ხანი არ გრძელდება ეს ექსტრაქციულ ეკონომიკურ მოდელებს, თუმცა საკუთარი რესურსები, საკუთარი სხეულის ჭამით არიან დაკავებულები, ეკონომიკებიც, კომპანიებიც და ფიზიკური ადამიანებიც ყოველთვის რაღაცა დონეზე დასასრულისკენ უახლოვდებიან, სუსტდებიან, შესაბამისად ამ მომა იმაზე მეტად დაასუსტა, ჩვენ შეხედავთ კიდევ აგრძელებს და მეორე მსოფლიო ომზე მეტი ხანი გაგრძელდა და ხედავთ რა უბედურებაც ხდება, ხო, იქ ანუ ადამიანების, მაგრამ პატარა უძლიერესი სულის ქვეყანა, სადაც სამწუხაროდ ძალიან დიდია ისევ კორუფცია მიუხედავად ამ ომისა, მაინც როგორ დიდი და გონივრული წინააღმდეგობას უწევს და ახალ სტრატეგიებს ატევს და კაცობრიობას კიდევ სულად ახალ ინოვაციებისკენ უბიძგებს, აი ამ ბრძოლის ველიდან, ხო, რო აკვირდებით. აქედან გამომდინარე ის რესურსი იმას რო დააკლდა თითქმის ყველგან მოეშვა, მაგრამ აქ რატომღაც ეს არსებული გარემო მაინც იმას მისტერის. ახლა ამ პოზიციიდან როგორც ჩვენსად ვართ საქართველოს, ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოება, ეკონომიკური სუვერენიტეტი სად არის და ისევ დავოსმა დავოსი რატომღაც გონა ეს არის სახელმწიფოებრივი, ეს არის კერძო კლუბი. დავოსის დამფუძნებელი ადამიანი ასაკშია, თან რაღაც კორუფციულ ამბებში გაიხლარდა ასე შემდეგ და წელს პირველი წელია, როცა მან არ გახსნა დამფუძნებელმა იმ ადამიანმა შვეიცარიელმა ბატონმა სახელი არ მახსოვს და რო არ დაგნა თუმცა ამ დავოსის ფორუმის გახსნა
გადაიბარა ერთ-ერთი უმსხვილესი დედამიწაზე, ყველაზე მსხვილი თუ არა, ძალიან უმსხვილესი კონგლომერატის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ფინკმა, რომელიც არის ამ BlackRock-ის ესეთი რომელიც Deep State-ია და საქართველოს ებრძვის და საქართველოს იმას მისმა აღმასრულებელმა ბატონმა ფინკმა და ასე შემდეგ და ეს არის კერძო მოვლენა კლუბური გარემო, სადაც იკრიბებიან დედამიწის წამყვანი მოთამაშეები, ასე ვთქვათ, ადამიანები, სახელმწიფოები, უმსხვილესი კომპანიები. ეს არის გარემო, სადაც მწყალებს ესეთი ისე ბარბარიზი ნეტვორკინგის საუკეთესო ადგილია წელიწადში ერთხელ, სადაც ხდება, იმიტომ არის წელს დასაწყისში მომავალი წლის სამომავლო გეგმების შეჯერება სახელმწიფოებრივ და კორპორატიულ დონეზე, სადაც ასევე მიწვეული არიან მცირე მოთამაშეების, სხვადასხვა მეცნიერები, მეწარმეები საქართველოსთან მაგალითად BTU-ს დეკანი წარდგება, რაც ძალიან მაგარი მოვლენაა, იმიტომ ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი მინიმუმ გაიცნობს ადამიანებს, გააცნობს, რომ საქართველოს არსებობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტია და შეიძლება დიდი სამომავლო გარიგებების აკადემიური ნაწილზე მაქვს საუბარი, საფუძველიც გახდეს. ასე ხდება ეს ყველაფერი. და იქ ჟღერდება ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სუვერენიტეტის განსაზღვრელი განცხადები, როგორც მაგალითად ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, ხო? ახალი ამ პროექტის ნაწილზე. ჩვენ ვაკვირდებით იქ, სხვა ის პოლიტიკოსების საქმეა, იქ პოლიტიკოსები რაღაც სასაუბრს ამბობენ, მაგრამ რომ დავაკვირდეთ იქ დგება მომავალი წლის ეკონომიკური თამაშის, ეკონომიკური გლობალური ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებზე საუბარი და იქვე ხდება წინასწარი გარიგებები, რომ მაგალითად მე და შენ ხვალ ზეგ შევხვდეთ უკვე ამ და იმის გარეშე, იმიტომ საინტერესო აზრი გაქვს შენ, იმიტომ რომ მე თუ დავოსში იქ არ წავედი BTU-ს მაგალითად რო ავიღოთ. მე საშუალება სხვა ესეთი მექნება შეზღუდული რომ ასე ერთად დედამიწაზე ყველაზე დიდარი ინტელექტუალური გავლენიანი პოლიტიკოსები თუ ბიზნესის წრეს წარმომადგენლები ერთად ვნახო და ვცადო ჩემი შესაძლებლობა იმისი რომ აი ესეთი კარგი გამოთქმაა ინგლისურად as hard as I work as lucky as I get ანუ რაც უფრო მეც შრომობ უფრო მიმართლებს რომ გაგიმართლოს ეს არის შრომის ერთ-ერთი ფორმა რომ მოხვდე ამ გარემოში კარგად მოემზადო რომ შენი უპირატესობები ან შენი შესაძლებლობები წარდგენას ცადო და ანკესივით ჩააგდო წყალში რომ რაღაცა გარანტირებული ხო არ მეთევზე რომ ანკეს ჩააგდებს გარანტირებულად არ იცის რომ დაიჭერს ხო რაღაც დრო უნდა დასწოს კარგად მოამზადოს თავისი ანკესი ნესკავი ასე შემდეგ ზუსტად ფიგურალურად და ეს ალეგორიულად ეს თემა ეძლევა ყველა საშუალება რომ მისი შესაძლებლობები კარგად წარადგინოს და წამოიღოს მისი ქვეყნისთვის, მისი კომპანიისთვის, მისი ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი კონტაქტები და დაარწმუნოს და დიდი კონკურენცია რომ დაარწმუნოს რატომ უნდა წამოვიდეს საქართველოში. წინა ფორუმზე, წინა ეკონომიკის მინისტრად თქვა, ეგრე ჩვენ არ გვაინტერესებს და ესაში აინტერესებსო. წელსაც ესეთი თემაა რომ არ გვაინტერესებს, აგ რაღაც ესეთ ავიდა რომ არ მიიწვიეს ვიღაცაო. ანუ აქ არ მიწვევაზე არ არის, აქ არის საუბარი შენ რომ მოინდომო იქ წასვლა. და უარს არავინ არ გეტყვის, ეს კერძო კლუბია. ბოლოს და ბოლოს ცნობილი გამოთქმისა თუ კარიდან არ გიშვენ ფანჯრიდან შეზურები. ჩვენ იმ პოზიციაში ვარ და ფანჯრიდან უნდა შევზურეთ. იქ თუ არ მიგვიწვია ფინკმა და ანუ ვიღაცამ ასე ვთქვათ, უნდა ვეცადოთ რომ ახლო მაინც მოხვდეთ და შევზურეთ, იმიტომ ეს შეიძლება ფორუმის მთავარ პანელზე ჩვენ ვერ მაგრამ გარემოში იმ სასტუმროში დერეფანში მაინც მოხვდეთ, ხო? ანუ ბოლოს და ბოლოს პირადი ურთიერთობით. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. და ამიტომ ახლა აი ჩვენს ამდენი დრო დაუთმეთ ამ კერძო რაღაც კლუბური შეკრებაზე საუბარს, რომ ვიცით რომ სოფლიოს ყველა ლიდერი იქ არის, თან ყველა თავისი პერსპექტივიდან საუბრობს. ხო, აი რომ დავაკვირდეთ, საჯარო რაც არის. ხო, კულუარულ საუბრებში მე იქ ხდება რაღაც დიდი გარიგებებიდან და საჯარო საუბრები მილეი გამოვიდა თავისი მოსაზრებები გააცნო კაცობრიობას, ხო, მისი ხედვები, არგენტინის პრეზიდენტი, გამოვიდა ბატონი ტრამპი და მან მისი ინტერპრეტაცია გააცნო თანამედროვე სამყაროს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, გამოვიდა ნატოს გენერალური დივანიც და აკი შედა. ანუ ყველა რაღაც პოლიტიკურ განცხადებას რაღაცას აკეთებს, მაგრამ ესო კომპლექსურად ავიღოთ, რამდენი ადამიანია, რამდენი კომპანია, ყველას იქ უნდა წავიდეს და ერთმანეთში საუბრობენ და რამდენი თეორიული შესაძლებლობა
აღმოჩენის, რომ ერთმანეთი აღმოაჩინა. ეს ამ შესაძლებლობების არ გამოყენება, ესეც ბრძანებაა თუ კომპლექსია თუ რა, ეს უკვე შედეგია, აი ამ განსაკუთრებად ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგროვილი ქმედებების, რომელიც ემსახურებოდა ერთი კონკრეტული დამკვეთის დავალების შესრულებას, რომელსაც პრიორიტეტები შეეცვალა. იმ დამკვეთს ეხლა უბრალოდ აღარ ცალია 3 დღეში რომ უნდა აეღო კიევი. ხო, გააგრძელდა 4 წელზე მეტი, ხო და თან ის ბჭყალებში სამამულო ომი ამ სოფლიო ომი, რაც სამამულო ომით გვასწავლენ ჩვენ საბჭოთა ნაწილობრივ ბავშვობაში, ხო, იმიტომ ისე აღიქმნებოდა რომ მარტო საბჭოთა კავშირი ებრძოლებოდა ყველას და ის იყო სოფლიო ომი, ხო, იგი რაღაცა დიქტატურა, უბედურება, რომელიც ეხლაც სოფლიო ომით უბრალოდ ის ნაციზმი ჩაანაცვლა ამ აქ უნდა კითხო ერთი ბოლო კითხვა რა პრინციპში, ანუ რახან ვართ მთლიანად ჩამოკიდებული ჩრდილოეთზე, სამწუხაროდ ეს მოცემულობა შეიქმნა იქაც არ მიდის საქმე კარგად ეკონომიკის მხრივ ნანგრევებში მოყოლა ეკონომიკურ ნანგრევებში ანუ პოლიტიკურ განზომილებას აღარ ვეხები როგორ აისახება საქართველოს რიგით მოქალაქის ჯიბეზე ანუ მესმის რომ შეიძლება ძალიან დიდი იყოს მაგრამ აი უბრალოდ რომ დავანახოთ რა ძალიან მარტივი ლოგიკით მივყვეთ ამ ყველაფერს იმიტომ ეს ყველა ვიცით რომ ჩვენთან ძალიან ახლოს სამეზობლოში კი ბუნებამ ღვთისმშობელმა აუცი დედამიწის განვითარებამ ანუ კავკასიონის შედარებით ახალგაზრდა დელტამ ახალგაზრდა ტიბეტის და ევროპის ალპებთან მთებთან შედარებით კავკასიონი უფრო ახალგაზრდად ითვლება ეს გეოლოგები უფრო კარგად გაშლილი ამ თემას მაგრამ მოგვცა ის რომ ბუნებრივი ბარიერი იყო ჩვენი რომ იმ ბოროტების ქვეყანასთან ცოტა შორს ყოფილიყავით მაინც გადმოვლაგნა, ხო? აქედან გამომდინარე, აი ის ნანგრევები ჩვენ მოგვიყოლებს აუცილებლად მტვერიც კი მოვა, მაგრამ ლოგიკა ძალიან მარტივი იმითი რომ ავხსნათ ეხლა იმითი რომ რატომ დღეს ძალიან აქტიურად გამოვიდა უკვე ინფორმაცია 25 წლის რაღაც დარგობრივ შედარებებზე და ტურიზმი ერთ-ერთი ჩვენი ბურჯი ვალუტის გამყარებისაც, ლარის გამყარებისაც და ეკონომიკური აქტივობისა და რეკორდულად იზრდება წლიდან წლამდე. პირველ ხუთეულში თან ეს იხარჯება უშველებელი ფული საერთოდ პირველ ხუთეულში იმ ქვეყნების საიდანაც ეს ტურიზმი მოდის არ არის აბსოლუტურად ევროკავშირის ქვეყნები, აღარ არის ის ქვეყნები, სადაც ძალიან დიდი ფული დაიხარჯა მარკეტინგზე და რეკლამებზე და არ ტიპის მარკეტინგი აკეთეს ამაში, მაგრამ პირველ ადგილზე არის რუსეთი ისევ. არის შემდეგ ისევ ჩვენი ყოფილი სამეზობლო, ეს მოთამაშეა რუსეთის ეს პირველ ადგილზე ყოფნა და პლუს კიდევ მეორე ნაწილში ჩვენი ეკონომიკური ექსპორტის რეალური ექსპორტი რაც გვაქვს, არის ეს ჩვენი მეღვინეობა, ღვინის ექსპორტი. ძალიან კარგია ღვინის ექსპორტი, მაგრამ ღვინის ექსპორტი არ არის რაღაც ესეთი უნიკალური ტიპი, რომელიღაც ტექნოლოგიური გარღვევებისთვის რაღაც დაგეხმაროს, ან შეიგნით რაღაც დარგი გაგანვითარების უფრო მეტად, რომ გლობალური კონკურენტული გახდე. ნუ ჩვენ გვახსოვს ღვინის ექსპორტის დამოკიდებულება, რა დღეში ჩაბმულიყო 2006-ში და იგივე ნიშნულზე ავედით ექსპორტის მოცულობით უკვე, რაც 2006-ში ამ დარტყმამდე იყო და 75%-მდე ავიდა ღვინის ექსპორტი რუსეთის წილი. ჩვენ მთლიან ექსპორტში და აქედან გამომდინარე რა პრობლემაა. რუსეთში ხა ვაკვირდებით თვითონ უკვე ოფიციალური რუსი პროპაგანდისტი სახელმწიფოსთან დაახლოებული ეკონომისტები უკვე აშკარად პირდაპირ ეთერებში, პოდკასტებშიც, განხილვებშიც საუბრობენ ღრმა კრიზისზე, რომელშიც შევიდა რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უკვე ძალიან მძიმედ აისახება, უკვე ხაზინაში ფული შემოაკლდა გასულ კვირას გამოვიდა ოფიციალური განცხადება რუსეთთან, რომ რუსეთმა დაიწყო ოქროსტრატეგიული მარაგების გაყიდვა, რაც ცოტა გრძელვადიანი პროცესია. კი, ოქროს ფასი ძალიან მაღალია ხა და კარგია, მაგრამ ის რომ მიიღოს ამ თავის პროცედურები ჭირდება, რომ დააფინანსოს თავისი ომის მანქანა და ასე შემდეგ გააგრძელოს, რაც გვინდა არ გვინდა, აისახება ამ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობას. იქაც ძალიან დიდი დისბალანსია, თითქმის გაქრა საშუალო ფენა. ძალიან მაღალი ფენა ეს ოლიგარქების და ეს კრემლთან დაკავშირებული ტიპების ამ ჩვენ ტურიზმის სტატისტიკაში ისედაც არ ხვდებიან თავისი გაჭირვებით იმათ ის მეგაიახტები რაც ყავდათ ის ჩამოართვეს და ვეღარ დადიან და მაგაზე დარდობენ რაც აი ამ კრიზისის გარღვევება ამ რუსეთის ეკონომიკაში ჩვენზე აისახების ნაწილში როგორც პირდაპირ ტურიზმზე თეორიაში მაქვს საუბარი და პირდაპირ ამ ღვინოზე ერთი რომ მოხმარების ნაწილში ღვინო იქ შეიძლება შეამცირონ მოხმარება იქ ძალიან დიდარი ქართულ ღვინოს დიდად არ იკავს თავს და არის მოთხოვნა უფრო ძალიან ძვირად ღირებულ ფრანგულ და ესპანურ იტალიურ ღვინოებზე და ტურიზმის კუთხით ამ რუსებს ახლა ფული აღარ ექნება შემოსავალი ამ სახით რეალურად ახლა პირველი რასაც ამცირებს ამ ტურისტულ ნაწილს და თეორიულად ეს ნაკადი რომელიც განახევდეს ჩვენთვის უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემაში ვართ იმიტომ რომ ვნახეთ წლების განმავლობაში რასაც სახელმწიფო ხარჯავს
თვითონ ამ რეკლამებში ქვეყნის PR-ში დამაში აბსოლუტურად არა ეფექტურია და ამ ნაწილში არც ინფრასტრუქტურა გვაქვს, ტურიზმის სპეციალისტები საუბრობენ იმაზე კი რაღაც PR რეკლამა და საფიქფარეშო მაინც გაკეთდეს და რაღაც 20 წელია ამაზე მიდის საუბარი და ამ ინფრასტრუქტურაში ვერ გაკეთდა და დანარჩენი ხა ყოფითი პირობებით ხა კი ბევრი ხალხი დადის და უყურებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურა მისი არა გვაქვს და ამ გაზრდილ ტურიზმსაც ჩვენ ვემსახურებით ისევ და ისევ იმპორტით. ანუ ეს ნანგრევების ფანტვა ამ ომის შეჩერებისთანავე თეორიულად არ გვექნება. თეორიულად უკვე დაგვეტყობა, იმიტომ ჩვენი ინტეგრაცია, რომელიც შეგნებულად მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ეს შეგნებულად გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ არა, აი რუსეთს უნდა გავეპრანჭო და ახლა ძალიან სასაცილო, კი არა, სატირალი, სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოსო, შემთხვევა მოხდა. თუ ერთ-ერთ რესტორანში წავიკითხე უბრალოდ ეს და თუ ცუდად თქვენ პოლიციელებს და დაცვის პოლიციელებს თუ რაღაც ორ ძალოვან სახელმწიფო ძალოვან ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის დავა და ხელჩართული ჩხუბი მოხდა იმაზე რომ შუფუწინსკის რაღაცა სიმღერის გამო მოვიდა ჩხუბი. Ну, ერთ არ ვიცი, ვიღაცას ერთმანეთს ახაენ ჩხუბენ, ერთ ხარეს მოსწონდა შუფუწინსკის რაღაცა ვარავსკოი რაღაცა სიმღერა და მეორე, მაგრამ ამის გამო ამ ძალოვნებმა ერთმანეთი ფიზიკურად სცემეს. ანუ რა მოცემულობაში შევედით, ხო? ანუ ინტეგრირება აი ამ ორკებთან, როგორი ის არის ორკესტრირებული. ამიტომ ეს ნამსხვრევები პირველივე ნაწილში ძალიან სენსიტიური იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ შევხედოთ კიდევ სხვა გაბრწყინებული ეკონომიკური ეფექტები რაც გვაქვს, ხა რა რეალურად რა დარგები მუშაობს, ხო ეს არის უძრავი ქონება, ახალი შექმნილი, უძრავი ქონების გაქირავება და მოხმარება, ხო ეს მოხმარება არის ჩვენ ეკონომიკა ძალიან მოხმარებაზეა, მაგრამ მოხმარება ისევ ამ ტურიზმიდან გამომდინარე. თუ ვაკვირდებით რომ უძრავი ქონების შეძენების დარეგისტრირება ოფიციალურ მონაცემებში, რასაც საინვესტიციო ბანკები გვაძლევენ, რასაც რაღაც ეს უძრავი ქონების ექსპერტები გვაძლევენ აჭარაში და თბილისშიც ძალიან დიდი წილია რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, იგივე შემდეგ ამ ტურიზმი და ამ მოხმარების ნაწილში მათი მხრიდან არის და აქირავების და ბიზნესის ნაწილიც, ну ვინც რელოცირდა და ვინც გადმოვიდა და გამოექცა იმ უბედურებას, ან აქ რჩება და აქედან მუშაობს და გარეთ ცდილობენ გასვლას და რაღაც მარტო ყველა ორკი არ არის იმ ქვეყანაშიც, არიან ადეკვატური და ნორმალური და კარგი ადამიანები, მაგრამ სისტემურად ამ ნაწილში ვინც ისევ და ისევ მარაგდება იქ გენერირებული შემოსავლით, მათაც ნელ-ნელა დააკლდება და ეს რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილობრივ ასახვას იპოვის ამ ჩვენი შიდა ეკონომიკური დარგების განვითარებაზე. მეორე ნაწილი ჩვენი დამოკიდებულებიდან ასევე მნიშვნელოვანია რემიტენსების, ანუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხების და ჩვენი ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ასევე ჩვენი ეკონომიკის ბიუჯეტის შევსების ასევე მნიშვნელოვანი წყარო, იმიტომ რომ იმ 4 თუ 5 მილიარდი ლარიდან, 4 მილიარდი დოლარიდან თითქმის 15-16%-ია ჩვენი მთლიანი GDP-ის მშპ-ის ნაწილში, ის ფული აქ რო იხარჯება, 24%, 24-25%-ია საშუალო საგადასახადო განაკვეთი ჩვენი ქვეყანაშიც, დაბალია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ნამდვილად, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ ესე, ან პირდაპირ მიდის ბიუჯეტში, ხაზინაში, ის დახარჯული ფული, ოჯახის წევრებს რო ურიცხავენ ისინი. და რუსეთიდან ამ ჩაეწყობის წელს ასევე ძალიან პირველი აღარ არის დიდი ხანია, მაგრამ პირველ ხუთეულშია. ანუ ის ადამიანები, ვინც იქ შრომობენ, იქ წვალობენ თავის ოჯახის წევრებს, აქ ფულს ურიცხავენ, თვითონ რაღაცას ყიდულობენ, აქ საქართველოში უძრავი ქონება იქნება თუ რაღაცა პირობებს იუმჯობესებენ თავისთვის, როცა იქნება ჩამოვიდნენ, დაუბრუნდნენ თავის, იმიტომ იქ მაინც დაახენილად არ არიან, ხო? მათაც ხო პირველ რიგში ეზღუდებათ უკვე იქ გაღვივებული ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო ამ შემოსავლის მიღების საშუალება, რომელიც შეუმცირებს იმ შემოსავალს, რომელიც წილიც მას ექნება უკვე შემცირებულად ადგილზე უნდა მოიხმაროს, უნდა იცხოვროს იქაც და აქაც უფრო ნაკლები გადმოეწყოს. გარდა ამისა, სხვა ბარიერები ჩაირთო კიდევ რომ ამ პოლიტიკური ნაწილით რემიტენსები ეს ყველაფერი კომპლექსურია და რაღაც როგორც რუბიკის კუბიკი როგორც არის დიდი ხანი აწყობთ სტრატეგიულად ამ ნაწილს თუ ძალიან სწრაფი იმის ჩემპიონი არ ახართ რაღაც 7-8 წამში რომ აწყობს ჩემი შვილია მაგალითად რაღაც პერს გართული იყო და რაღაც წამებს ითვლიდა უკვე რო აეწყო და ახლა მე რაღაც 2 საათი მაინც მჭირდება მაგრამ ამ რუბიკის კუბიკის
სავით არ იყოს, ამას ამ ფაზლს აწყობ, ბოლოს ერთი გადატრიალებით, ამ ერთი ჭყალებში ტვისტით წკავდა, ყველა კუთხე უკვე თანაბარია. აი ასე მომენტი რომ დადგეს და გარდაუვალია ამ ორკების ქვეყნისთვისაც და ყველა ექსტრაქციული ეკონომიკისთვის, იგივე მადუროსაც ეგონა რომ ბოლომდე იქნებოდა და უმდიდრესი ნავთობით ქვეყანა, იგივე ირანშიც მდიდარი ასე შემდეგ, ჩვენ არა ვართ ნავთობიდები, მაგრამ საერთო აი ამ ჩამოთვლილ ავტოკრატიებთან ის გვაქვს, რომ ლიდერშიპის უგუნურობა იმდენად არის, რომ გონიათ, რომ ისინი ყოველთვის ესე იქნებიან და ეს ჭყალებში დაბოლება ბოლომდე გაუღვათ. მოდი ველოდებით უარეს სცენარს. ნუ რა იცით, რომ აი ეს მონაცემები, რაც ზედაპირზეა, გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, გლობალური ეკონომიკიდან გამომდინარე, რაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება კაცობრიობა, ასევე ვხედავთ, როგორ ვითარდება ასევე ამ კაცობრიობის სულელური ნაწილი, ანუ გაბოროტებული, გახარბებული ნაწილი. ამ სიხარბის ნაწილია, ამ ლიდერშიპს უნდა რომ შეინარჩუნოს თავისი თავი, მოიპაროს უფრო მეტი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ხო, ეს კორუფცია რა დონეზეა და სად არის და არ დათმოს ეს ყველაფერი და დგას ადამიანების ან ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანების დიდ მასაზე, რომელიც სამწუხაროდ ესე დატრიალდა, მაგრამ აი სუპი მაქვს და აი ამ მოაზროვნე კონტექსტუალურ ნაწილში იკარგება, რომელიც სამწუხაროდ სტატისტიკურად უმრავლესობაშია, აძლევს საშუალებას ამას დადგეს და ეს კიდევ ეს ბატონი, რომელიც აირჩია ჩრდილოეთიდან, რომელიც ყურადღება რაღაც პერიოდის განმავლობაში შეუმცირა, მაინც არ ნებდება და ისევ იმ ბატონს ემსახურება, იმიტომ რომ უნდოდეს იმ ბატონისგან გაშვერება, მინიმუმ ცდელობა იქნებოდა, აუცილებლად წასულიყო ეს მოთამაშეები თავის ლიდერშიპს ეძახიან, ამიტომ აქვთ მაგდენი საშუალება, რომ ეყიდათ ავიაბილეთები და იქ ჩასულიყვნენ, მინიმუმ ვიცით ხო, როგორ მუშაობს მათი პროპაგანდა, მინიმუმ სელფები გადაეღოთ, მინიმუმ რაღაც იქნათ, რომ გამოჩენილიყვნენ გამოფენაზე დამამთავრებელ ცოტა ლირიული გადახვევა, არაჩვეულებრივი გამოფენის არ იყოს, ხო? ომის მერე ვარცად გამოფენაზე არ იყავიო და აგული ბატონო, მკვდარი გვეგონეთო, ხო? და ახლობით ეგა რომ მკვდრები რო არ ვეგონოთ, მინიმუმ გამოფენაზე დაფიქსირდნენ მაინც. კართან დააკაკუნონ, ფანჯრიდან შეზურენ. სამწუხაროდ ესენი არსად არ ჩანან. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კიდევ დაგვრჩა კითხვა და შენის ნებართ აუცილებლად დაგიბრუნდებით. აუცილებლად.